მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი, დღის შემაჯამებელი გადაცემით. ყოველდღიურად არის რაღაც გარკვეული სიახლეები პოლიტიკურ ველზე, რომელსაც ქართული მედია უთმობს ყურადღებას, რა თქმა უნდა, თითქმის ყველა მედია საშუალება სამთავრობო იქნება თუ ეს ნაც ტელეარხები, ძირითადად აშუქებენ ამ ნაცების საშინელ, გამომწვევ, აღვირახსნილ ქმედებებს. აი დღესაც მივიდნენ სასამართლოში, რაღაცა გუთანი მიიტანეს. ეს ხალხი საერთოდ მე არ ვიცი, ცოტა ხანში ფსიქიატრიული პაციენტები იქნებიან სულ, იმიტომ რა გუთანი მიგავ, რა ხარები მიყავთ, რა უბედურე მეტროში ჩავლენ, იქ ადამიანებს შეურაცხყოფას აყენებენ, კიდე ერთი ხალი კი რაღა მოკლეს. და მე უნდა ვილაპარაკო, ეხლა ამ იდიოტებზე უნდა დაუთმოთ თქვენთვის ძვირფასი და თქვენც ამოგივიდათ ყელში. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, ფიქრობ, დღეს ჩვენ ამაზე გვექნება საუბარი, ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, რომელიც ჩვენ საკმაოდ პრობლემატურად გვეჩვენება უკვე, იმიტომ რომ რაც უფრო დრო გადის, ჩვენ არათუ უახლოვდებით ცხინვალსა და სოხუმს, არამედ პირიქით ჩორდებით, იმიტომ რომ რაც ნაბიჯები უნდა გადაიდგას, ის ნაბიჯები ხვალ და ზეგ უკვე შეიძლება ძალიან დაგვიანებული იყოს. ჩვენი გადაცემა რუსულ-ქართულ ურთიერთობების აღდგენას იმიტომ ემსახურება, რომ ჩვენ ამ პრიზმაში განვიხილავთ ტერიტორიული მთლიანობის საკითხს, იმიტომ რომ ფაქტი ერთია, აფხაზებს და ოსებსაც უნდათ რუსებთან ურთიერთობა. აფხაზეთის და ოსეთის საკითხი რუსეთის გარეშე ვერ გადაიჭრება. და ჩვენ მაინც გავყვირივართ, რომ ჩვენ ევროინტეგრაციისკენ და ნატოსკენ და ევროკავშირისკენ მივდივართ. გასაგებია, რომ ხელისუფლებამ შეცვალა რიტორიკა, წინანდელი ხელისუფლებისგან განსხვავებით აღარ აგინებენ რუსებს, შეურაცხყოფას არ აყენებენ და იქიდანაც გარკვეული დადებითი იმპულსები მოდის. მაგრამ ეს რო არ არის საკმარისი, ამას ყოველდღიურად საუბრობთ. ცალკეული პოლიტიკოსების ვიზიტები, აქტივობები, ჩვენი აქტივობები ეს ვერ შეცვლის მთლიან სურათს, თუ კი ხელისუფლებამ არ გადადგა ნაბიჯი. და ხელისუფლება კიდევ არის მძევალი აი ამ ერთი მუჭა ნაძირლებისა. უამრავჯერ იყო მცდელობა რუსულ-ქართულ ურთიერთობებისკენ გადადგმულიყო ნაბიჯები და საქართველოში დაიწყო ანტირუსული განწყობების შემცველი აქციები. გახსოვთ გავრილოვი, განა ხელისუფლებამ არ იცოდა, ეხა გავრილოვს რო ჩამოიყვანდნენ აქ და მიიღებდნენ ზარზეიმით, შეიძლება ამას მოყოლოდა რაღაცა, მაგრამ იმიტომ გადაიდგა ნაბიჯი, რომ ერთხელ და სამუდამოდ რაღაცით ხო უნდა დაიწყო ამ ურთიერთობების დალაგება. მაგრამ ჩვენ ყველა ჯერზე თუ კი რაღაცა ოდნავ დადებითი ნაბიჯს ვდგამთ, იმ წუთასვე აი ეს მოღალატეები დასავლეთის აგენტურა საქართველოში დივერსიებს ახორციელებს. ფრენების აღდგენას და უვიზო მიმოსვლასაც თქვენ გახსოვთ, რამხელა ამბავი და აჟიოტაჟი მოყვა, როდესაც აეროპორტში დაეშვა პირველი თვითმფრინავი, მთელი ამბები ატეხეს და დღესაც ითხოვენ, რომ გაუქმდეს ფრენები და უვიზო მიმოსვლა და სხვათა შორის ბაიდენის ადმინისტრაციის მმართველობის დროს ელჩი აქაური ითხოვდა, რომ რა საჭირო არისო, ეხა ფრენებიო რუსეთთანო. ანუ მათი მიზანი დასავლეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების არის, რომ ჩვენ არათუ დაუახლოვდეთ ცხინვალსა და სოხუმს, არამედ პირიქით დავშორდეთ, იმიტომ რომ ამით გაიზრდება ანტირუსული განწყობები. იციან ეს ყველაფერი, იმიტომ იტყვიან მე, აი რუსეთმა ხო ნახეთ, აგერ გადადგა ნაბიჯები სოხუმის და ცხინვალის. და რა სიზამს აბა რუსეთი მეგობრებო, შენ თუ უარს იტყვი აფხაზეთზე და სამაჩაბლოზე, აბა რუსი რა სიზამს გეკითხებით. Światowa miasta pusta nie bywają. Wadgeba da მიერთებს ხვალდაზეკ. უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონენო ნათქვამია და ეხლა არავინ არაფერს არ დატოვებს ისე. არავინ არ დატოვებს. ჩვენ გვახსოვს, მე არ ვიცი, ამ ბოლო პერიოდში
აი იცით როგორი განცდა მაქვს თითქოს საქართველოს მყარია თითქოს აი როგორც ლაზარე გარდაიცვალა და უფალმა აღადგინა ლაზარე აი უფლის გარდა ჩვენ არაფერი არ გვიშველის მყარია საქართველოს იმიტომ რომ შენ იმის მაგივრად დევნილი იქნები თუ უბრალო მოქალაქე ითხოვდე რომ მოდი დაველაპარაკოთ რუსებს რომ იქნება რაღაცნაირად ეს საკითხი დაუძლათ პირიქით რუსებს აგინებენ მართლაც აკაკი წერეთლის ის ცნობილი გამონათქვამი ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველოს დღესაც აქტუალურია და ილია ჭავჭავაძის ის ცნობილი ლექსიც ბედნიერი ერი ძალიან მიესადაგება დღევანდელ რეალობას ჩემთვის პირადად ეხლა მე არ ვითხოვ იმას რომ ეხლა აფხაზები ჩვენ იზოლაციაში მოვაქციოთ მოკლათ მშიერი დენი არ მივაწოდოთ და რაღაცა მაგრამ ძალიან ცუდად მენიშნება ის პროცესები რომელიც დაიწყო მეგობრებო აფხაზეთში ძალიან ცუდად მენიშნება ეს ყველაფერი და ამან შეიძლება ჩვენ მიგვიყვანოს იქამდე რომ ერთ დღეს გავიღვიძოთ და ვიღაცებმა რომ კლიპები გადაიღეს ერთი ბილეთი სოხუმისკენ და აბა წავიდეთ სოხუმისკენ ეს ყველაფერი დარჩეს ზღაპრად რომელიც ზღაპარსაც რეალობა და ახდენა არასდროს არ ექნება და ვერასდროს ვერ იქნება ახდენილი ეს ყველაფერი აი ახლა ამ დღეებში რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი რანგის წარმომადგენლები იყვნენ ჩასული კირიენკო რომელიც თავად არის აფხაზეთიდან სოხუმელი არის ჩავიდა სოხუმში კარგად მოგეხსენებათ აღდგა უკვე ავია მიმოსვლა რუსეთის ქალაქებსა და სოხუმს შორის სოხუმის აეროპორტი გაიხსნა აღდგა აგრეთვე სარკინიზო მიმოსვლა ასევე საფუძველი ეყრება უამრავ ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებს რომლებიც განხორციელდება აი რო აჩვენებთ ხოლმე მე მეცინება ბათუმს რო აჩვენებთ სოხუმს და ბათუმს რო აჩვენებთ და გალს და იმას ლესელიძეს და გინა მე ძალიან დიდ მიყვარს ბათუმი და ქობულეთი და მთელი ჩემი ბავშვობა და ყოველთვის იქ ვატარებ მაგრამ ვერასდროს ბათუმიც ქობულეთიც ვერასდროს ახლოს ვერ მივლენ ვერც სოხუმთან ვერც გაგრასთან და ვერც ლესელიძესთან სურო 10 ვარსკვლავიანი სასტუმროები ააშენოთ ვერასდროს ვერ მივლენ თავისი სილამაზით და ეხლა იწყება იქ ძალიან დიდი მასშტაბური მშენებლობები და მე აჩვენეთ ერთი აქით ბათუმის სურათი და აქით აჩვენეთ ერთი სოხუმისა და გაგრის და ლესელიძის სურათები აჩვენეთ ერთი თქვენ მე მგონი ცოტა ამნეზია გაქვთ დაგავიწყდათ ეს არა ამ ქვეყნიური სამოთხე სად არის ყველა ქართული მიწა გოჯის ლამაზი არის მაგრამ ერთი რამეა თუ რუსეთმა გადაწყვიტა იქ ინვესტიციების განხორციელება და თუ იქ უკვე დაიწყო სხვა პროცესები ეს რაღაცის მანიშნებელიც არის მეგობრებო ჩვენ გახსოვთ გეუბნებოდით რომ აი რუსეთი არ ახორციელებს იქ ინვესტიციებს და არ ახორციელებს იქ სამუშაოებს იმიტომ რომ ის ტერიტორიები არ მიაჩნია თავისად და ეხლა რა უნდა ვთქვათ აი ამაზე რაცაც დღეს ჩვენ უყურებთ იმ აფხაზეთში პროცესებს რომელიც მიმდინარეობს აი ეს ყველაფერი ჩვენ როგორ უნდა შევაფასოთ მე გეკითხებით მეგობრებო აი ამ ყველაფერს რა ახსნა უნდა ვპოვოთ როგორი ახსნა უნდა მოუძებნოთ აი ამ პროცესებს 2025 год для Абхазии по праву можно назвать историческим. Множество позитивных событий, открытие регулярного авиа и ЖД-сообщения, упрощенная процедура получения российских пенсий и водительских прав для жителей Абхазии с двойным гражданством и многое другое. Последние несколько месяцев в республике ознаменованы яркими политическими событиями, а 1 мая 2025 года стала важной датой в новейшей истории страны. Впервые за 30 с лишним лет заработала Сухумская воздушная гавань. Теперь авиасообщение с Российской Федерацией налажено на регулярной основе. Сухумский воздушный причал наконец будет встречать и провожать самолеты. Это по праву можно назвать одним из самых больших достижений в послевоенное время. Встречали первый регулярный рейс торжественно от первых лиц государства до простых граждан страны. Браво! Аэропорт города Сухум имени Владислава Ардзинба принял первый регулярный рейс. Я в первую очередь хочу поблагодарить всех, кто сопричастен к этому событию.
Встречали 1 мая не только первый регулярный авиарейс, но и первый регулярный электропоезд «Диаскурия», который будет курсировать в республику ежедневно, при этом 2 раза в день. Время в пути составит примерно 3,5 часа. Маршрут проходит от станции Меретинский курорт, расположенной на территории федерального пространства «Сириус», до Сухума. Поезд будет останавливаться на станциях Абаатага, Грывш, Гагра, Бзыпта, Гудаута, Псырцха и Новый Афон. Таможенный контроль предусмотрен на 2 станциях – Веселая и Цендрипш. Регулярное авиа и ЖД-сообщение – это комфортабельный способ добраться до страны души не только для гостей нашей республики, но и для местных жителей и студентов. Первый заместитель руководителя администрации президента России Сергей Кириенко сообщил, что многие российские регионы рассматривают возможность отправки авиарейсов в Абхазию. Он отметил, что в ходе встречи с президентом Бадрайгунба обсуждался вопрос увеличения туристического потока в восточную часть республики. Даже с учетом тоже поручения президента и масштабной реконструкции перехода в Адлере, все равно до Гагры, до Пицунды, до Гудаута добраться еще просто. А вот уже в Восточную Абхазию люди не доберутся. С учетом электрички и аэропорта это дает возможность кардинально другого туристического потока в Восточную Абхазию. А это и рабочие места, это и заработок, это налоги на развитие. Помимо регулярного авиа- и ЖД-сообщения в республике появится первый ангиограф, современное медицинское оборудование для оказания помощи пациентам с сердечно-сосудистыми заболеваниями. Также ангиограф позволит проводить операции пациентам в Абхазии, не выезжая из страны. На территории республиканской больницы строится не только целый корпус для людей с сердечно-сосудистыми заболеваниями, но и детская республиканская больница. Проблем никаких технических у нас нет. Проект у нас согласован. Все ведется в соответствии с проектом, прошедшим российскую экспертизу. На сегодняшний день получен аванс в размере 191 миллиона рублей. В принципе, работы ведутся качественно и в срок. С февраля 2025 года в Абхазии проходит масштабная диспансеризация школьников. Ее проводят российские врачи в рамках договоренностей, достигнутых между Москвой и Сухумом. Еще одним важнейшим событием для граждан республики в 2025-м стало соглашение об урегулировании вопросов двойного гражданства. Перечень документов, которые необходимы для приобретения гражданства Российской Федерации, будут установлены в соответствии с указом президента Российской Федерации. Мы в ближайшее время ожидаем выхода этого указа за подписью президента России. В 2025-м в Абхазии началась процедура выдачи водительских удостоверений российского образца. Договоренность об этом была достигнута в ходе встречи президентов Бадрайгунба и Владимира Путина. Тревожит граждан нашей страны. С 1 апреля вступает в силу новое законодательство, в соответствии с которым наши граждане, пересекающие границу автотранспортным средством, к сожалению, они не смогут попадать на территорию Республики Абхазия. Если есть такая возможность в отношении Абхазии продлить сроки вступления данного законодательства на 2 года, мы бы довели до граждан нашей страны необходимость получения российского удостоверения на пользование автотранспортным средством и решили бы проблему. Побыстрее можно будет сделать. Я понимаю, что там может быть ограничена так называемая пропускная способность для желающих получить эти документы. Но я попрошу Министерство внутренних дел, они проработают вместе с вами. В этом же году ПСБ Банк организовал выдачу дебетовых карт пенсионерам с российским гражданством, постоянно проживающим в Республике Абхазия, для зачисления пенсионных и социальных выплат от Социального фонда России. Пенсионерам не нужно выезжать в Россию для оформления необходимых документов. Достаточно прийти в ближайшее отделение ПСБ в республике. Абхазские и российские эксперты, политологи и депутаты назвали то, что происходит в последние месяцы между Россией и Абхазией, не только колоссальным драйвером для развития экономики и туристической отрасли, но и эпохальным событием в отношениях двух стран. Все, что делается во взаимодействии с нашими российскими коллегами, направлено на улучшение взаимодействия, в том числе и в таких стратегических направлениях, как инфраструктурное развитие, социальное обеспечение граждан нашей страны. Это целый комплекс, ряд вопросов, которые придают особый импульс нашим взаимоотношениям. В общем, в республике в сфере социально-экономического развития проделана большая работа, результаты которой уже совсем скоро существенно повлияют на развитие государства.
მე არ ვიცი, მე სიმართლე რო გითხრათ, ნამდვილად არა ვარ აფხაზების მტერი და თუ რამეს გამიმჯობესობენ ისინი, მაგრამ ეს ყველაფერი მე ეკალივით მესწობა, იმიტომ რომ გულზე, იმიტომ რომ ხვდები, რომ ამ პროცესების უკან რა მოდის. თუ ჩვენ არ დავიწყებთ დიალოგს რუსეთთან. იცით რაშია საქმე? შენ როდესაც აქიდან რუსებს აგინებ, შენ როდესაც ის აფხაზის სისხლის იქ ბრძოლობს რუს ჯარისკაცებთან ერთად და შენი ქართველები გასაგებია ხელისუფლებას არ გზავნია იქა დროშებს აღმართავენ და წარწერები არის კურსკში რო შეხვედით იქა და წააწერეთ ვისწავლეთ ომიო ეხლა მაინტერესებს კურსკში ხა არ ტკიდევი იქ ყველა ის მეომარი რომელიც ბრძოლობს დღეს რუსეთის ტერიტორიაზე რუსეთის წინააღმდეგ არის საქართველოს დაუძინებელი მტრები იმიტომ რომ ეს ყველაფერი ჩვენ გვაფერხებს იმისათვის იქითკენ რომ რაღაცა ტერიტორიულობისკენ ნაბიჯი გადავდგათ რა უნდა უთხრას ეხლა რუსებმა აფხაზებს რა უნდა უთხრას აგერ მე სისხლი ჩემი ხალხი იხოცება და აგერ ქართველები შენ წინააღმდეგ ომობენო რანაირად უნდა უთხრას ეხლა იმ პუტინმა აფხაზ და ოს წადით და საქართველოსთან იცხოვრეთ ერთად აი რანაირად უნდა უთხრას აჭარა რომელიც კარგად მოგეხსენებათ აჭარა დედასამშობლოს რო დაუბრუნდა და გურია ეს არის რუსების დამსახურება ხო და რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს მოხდა აჭარაში ბათუმში აჭარის აი ამ ტერიტორიაზე სადაც რუსის ჯარი რო შევიდა რუსეთმა რო გაანთავისუფლა ოსმალეთისგან ქალაქი რუს ჯარისკაცებს და ქართველ მილიციელებს პატივით ხვდებოდნენ და სუფრაც გაიშალა იქ და პატივით ხვდებოდნენ და დღეს აი იმ ქალაქში სადაც რუსების სისხლი დაიღვარა 10,000-ობით რუსი გარდაიცვალა იმისათვის რომ აჭარა დედასამშობლოს დაბრუნებოდა აი ეს ნაძირლები ზიან იქ სტადიონზე არ ვიცი ნაკრების თუ ბათუმის თამაშია და ნახე რას ყვირიან თქვენ მართლა ხუილოებო თქვენა რომ არც ისტორია არიცით და ისიც არიცით რომ ტერიტორიული მთლიანობის გასაღები პუტინის ხელშია თქვენ აძირლებო თქვენა ენები უნდა ამოგაძროთ ადამიანმა თქვენ ენები უნდა დაგაძროთ აი ამ ყვირილის გამო იმ გულშემატკივრებსაც და იმათაც ვინც ესე იქცევა საქართველოს წინააღმდეგ იმიტომ რომ ეს ჩვენ აი გვაშორებს ყველაფერთან იმასთან რასაც აფხაზეთი ცხინვალი და ეს ტერიტორიები ქვია, იმიტომ რომ ამითი ჩვენ ვცილდებით ამ ტერიტორიებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ნაძირლები, რომელიც გაძარდა სააკაშვილმა, ესენი უსასტიკესად უნდა დაისაჯონ. დავით აღმაშენებელმა სარებზე რო გაასვა მოღალატე ქართველები, ამის გარეშე ვერ მოხდებოდა ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბება. აი ამ მოღალატეებს, ვინც დღეს ანტირუსულ განცხადებებს აკეთებს და რუსეთის წინააღმდეგ ილაშქრებს, ესენი საქართველოს წინააღმდეგ ილაშქრებენ, იმიტომ რომ ამ დავიღალეთ უკვე ლაპარაკი იმის შესახებ და იმიტომ აქვს ჩვენ გადაცემას რეიტინგი და იმიტომაც გვიყურებს უამრავი ხალხი რომ ყველა კარგად იცის რაში და სად არის გასაღები და ეს ნაძირალა მიშას ბუჩქების თაობა ეს პიდარასტების თაობა რომელიც მე ყველაზე არ ვლაპარაკობ გამოდიან პარლამენტთან ესე იგი ნაცისტური გერმანია როდესაც შემოიჭრა საბჭოთა კავშირში ფაშისტებს ეძახდნენ იმ ადამიანებს და არა გერმანელებს ეძახდნენ და ეს რუსები ესე იგი ნაციზმის წარმოიშვა საქართველოში ესე იგი ადამიანებს რომლებიც მეთვის მიუღებელია რუსოს ეძახიან და აი ამას რო გაიგებს კრემლი და რუსეთი მერე ადგება და ვიღაცა და საქართველოსკენ რამე ნაბიჯ გადადგამს აი მაინტერესებს არა დაუკვირდით ხალხო ესე იგი შეიძლება თუ შენთვის მიუღებელია ვინმე შეიძლება რაღაცა ხელისუფლება ესე იგი რუსო გახდა ეს არის ქართული რაღაცა ფაშიზმი წარმოიშვა ეს არის ფაში
შენ თუ ვიღაცა არ მოგწონს, შეიძლება ერის შეურაცხყოფა მოახდინო? ეხლა თურქეთმა საქართველოს სტაუკლარჯეთი წაართვა და დღესაც ერდოღანს ესიზმრება მესხეთი და აჭარა. მე არასდროს თურქს არ შეურაცხყოფ. შეიძლება პოლიტიკა არ მომწონდეს. მე მაგალითად არ მომწონს ის რომ ალიევმა ჩვენ გარეჯი წაგვართვა, მაგრამ აზერბაიჯანელებს არ მივაყენებ შეურაცხყოფას, იმიტომ რომ არ მიმაჩნიე და ესენი გამოდიან რუსო. შენ რუსო და ერთი კაცი არ დასჯილა ამის გამო, ერთი კაცი. აბა ბოდიში და ვიღაცა სექსუალურ უმცირესობის წარმომადგენლებს ფეხი გადაუტრიალდეს. აი ეს ბოდიში და მიშას ბუჩქების თაობა. აი ეს ბოზების და პიდარასტების თაობაა, რომ დღეს აფერხებს საქართველოს წისვლას და საქართველოს დაახლოებას ცხინვალსა და სხვა. და ამათ უნდა გადავაყოლოთ საქართველო მაინტერესებს. უმრავლესობა ხო ასე არ ფიქრობს. და აქედან გამომდინარე მე მინდა მოუწოდო ხელისუფლებას. დავით აღმაშენებელს და თამარ მეფეს ქართველები არ უყვარდა გონიათ რომ სარებზე დაკიდა მოღალატეები. თქვენ გაქვთ ამის უფლება. თქვენ იმის უფლება არა გაქვთ რომ მარტო გაგინონ და გლანძღონ და პარლამენტში ხან ვიღაცას მუშტი დაარტყან, ხან ვიღაცას დედა აგინონ. ხელისუფლება არის აგრეთვე ძალისმიერი მეთოდების გარკვეული შემოქმედი. არ შეიძლება რიგზე იყო მიყუჯულ მდგომარეობაში და გირახულონ წინიდან, უკრიდან, მარცხნიდან, მარჯვნიდან. ხედავთ აგერ რა პროცესები წავიდა უკვე სოხუმში. მერე შეადარეთ ბათუმისა და სოხუმის სურათები ერთ-ორ წელიწადში და ნახავთ რამხელა განსხვავება იქნება. როდესაც აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში იყო, აჭარაში ფაქტობრივად, მიზერულად დადიოდა ხალხი, ყველა მიდიოდა იქითკენ. თქვენ რა გინდათ? მე ყველა ბათუმს შეურაცხყოფას არ ვაყენებ და აჭარას ძალიან მიყვარს, მაგრამ ვერაფერი ვერ შეედრება. ჯერ ეგერთი სურო არაფერი არ იყოს, სურო ხრიოკი მიწა იყოს, სურო არ იყოს კურორტი. ჩვენ დასაკარგი ტერიტორიები გვაქვს, იმდენი ტერიტორიები დავკარგეთ. რა მნიშვნელობა აქვს ამას? რა ზღვა იქნება, მთა იქნება თუ ბარი იქნება. მაგრამ ჩვენ გვახსოვს, როგორ დაიწყო საქართველოში პროცესები ახალი ხელისუფლების შემდგომ. ესე იგი, არაერთი განცხადება გაკეთდა პუტინისგან, ლავროვისგან, საგარეო უწყებისგან, რომ მოდით დავიწყოთ ცარიელი ფურცლიდან, მოდით ხელს შეგიწყობთ ოსებთან და აფხაზებთან. ეხლა ამნეზია შეყრილებს და ზოგიერთ ავანტყოფს, ზოგჯერ ჭირდება 1-2-3 გამეორება. აი, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა ქართული ოცნება ვლადიმერ პუტინმა, შესაბამისი განცხადება გააკეთა საქართველოს მიმართ და მოგასმენინებთ აგერ. Лично изменилось отношение к действующему грузинскому руководству. К грузинскому народу не изменилось. Оно как было добрым и самым благожелательным, так и осталось. Даже в самое сложное время, когда на Кавказе шли боевые действия, в связи с известными вам событиями, не буду повторять в сумме таких вещей, но и тогда отношение к грузинскому народу было самое доброе. И надо сказать, что, знаете, оно подтверждалось даже в эти трудные дни и часы. Подтверждалось отношением самих грузин к России. Не помню, говорил я когда-то публично или нет. В одном из городов там дед подошел к нашим военным, говорит: что здесь ходите? Вы что здесь нашли-то? Что здесь ищете? Идите вон туда вот. В Тбилиси идите, вот это Мишку забирайте. Чего вы здесь ходите, на меня здесь смотрите? Понимаете? У нас, как вы знаете, были потери среди военнослужащих. Был сбит самолет однажды. И летчик приземлился там где-то на территории. Катапультировался. Бабушка подошла грузинская, сказала: иди сюда со мной. Забрала его, накормила, потом отправили в сторону российских военных. Я, когда говорю, что у меня самое доброе отношение к грузинскому народу, я не шучу и не иронизирую. У нас глубочайшие отношения, и культурные, и духовные, имею в виду религиозную нашу близость. არ ვიცი, რამდენჯერ უნდა გააკეთოს პუტინმა განცხადება საქართველოს მხარდასაჭერი, ამას ვინ მოთვლის და ყველა განცხადებას მე ვერ შემოგთავაზებთ, ამის დღე მაშინ მთელი გადაცემა პუტინის განცხადებების უნდა დაუთმოთ ჩვენ, მაგრამ
იგივე როდესაც საქართველოს ხელისუფლებას უტევდა ამერიკისა და დასავლეთის აგენტურა, სწორედ პუტინი და რუსეთის ხელისუფლება იყვნენ რეალურად ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერები. ხელისუფლების კი არა, ქვეყნის მხარდამჭერები. და ამის შესახებ პუტინმა არაერთხელ თავის გამოსვლაში და სხვადასხვა პირებმა არაერთხელ გააკეთეს განცხადებები. Несмотря на многочисленные контакты со странами бывшего Советского Союза, ну, в том числе, скажем, с Грузией, да, контактов много и влияние, наверное, есть взаимное со стороны России в Грузию, оттуда, значит, на Россию. На официальном уровне мы не вмешиваемся во внутриполитический процесс, не лезем вообще, не дотрагиваемся до этого. Просто не дотрагиваемся. А что касается западного вмешательства, то я не могу сказать этого о наших западных коллегах, что называется, в кавычках. Почему? Потому что если посмотреть, а мы знаем, какое количество участников различных неправительственных организаций, находящихся на заработной плате иностранных правительств, находится, и сколько выходят на митинги, имея в виду и членов их семей, и их друзей и так далее, то очень такая картинка получается реалистичная по поводу толпы или на улице и количество лиц, получающих деньги от иностранных государств за политическую деятельность внутри этих стран. Просто объективно на это посмотрите, это же такая полуоткрытая информация. Вот и все станет сразу ясно. Кто платит, тот и заказывает музыку. А они ее исполняют на площадях. Поэтому это вмешательство есть. Но я иногда даже, вот когда события в Грузии начались, да, я, честно говоря, с удивлением на это все смотрел и наблюдал. Я удивляюсь. У нас нет с ними отношений, с руководством Грузии. Вообще никаких сегодняшних руководств. Но я просто удивлялся их мужеству и характеру, который они проявляли. Для того, чтобы отстоять свою точку зрения. Сейчас даже не буду там ее давать оценки этой точки зрения. Вот. Ну, в значительной степени схожие процессы проходят и в других странах, о которых вы упомянули. Ну вот, пожалуй, если вас такой ответ удовлетворит меня, да. არ ვიცი, მეტი რაღა უნდა თქვა სამკაცმა საქართველოს ხელისუფლების მიმართ ყოველთვის იჩენდა თავის დადებით დამოკიდებულებას. იგივე განცხადებები გააკეთა სერგეი ლავროვმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ეს არაერთხელ მან ეს პოზიცია დააფიქსირა ჩვენი ხელისუფლების მიმართ. Нынешнее грузинское руководство просто честно оценивает прошлое. Они так и сказали, что мы хотим примирения исторического. В каком виде, в какой форме это примирение может произойти, это решать самим странам и Абхазии, и Южной Осетии. Они соседи с Грузией. Там все равно какие-то контакты неизбежны. Если будет интерес со всех сторон в нормализации этих отношений, обеспечении договоренности о ненападении, чтобы никогда больше не возникало ни у кого желания, мы в случае заинтересованности сторон будем готовы помогать. Эти раунда თქვა სამკაცმა. ყველანაირად ხელშეკიწყობთ ურთიერთობების ადგენაშიო და ამასთან დაკავშირებით მისი ეს პოზიცია გაჟღერებული და უამრავი. 3+3 ფორმატთან დაკავშირებით, რაც არის საქართველოს ფაქტობრივად იურისდიქციის ადგენა, იმიტომ რომ და რეალურად ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ცნობა რუსეთს მიერ, იმიტომ რომ იქ შენ როდესაც ქვეყანა მონაწილეობს, შენ საზღვრებში რაც გავს. არაფრის დიდები ჩვენი არ მივდივართ. გახსოვთ ზალკანიანის განცხადება, რომ ჩვენ მივიღებთ მონაწილეობა 3+3 ფორმატში, მაგრამ შემდგომში მოხდა ისე, რომ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ამერიკელებმა გადადგეს ნაბიჯი და ჩვენი საგარეო უწყების წარმომადგენლებმა შეცვალეს პოზიციები. ეს იყო ამერიკელების ზეწოლა. იგივე განცხადებებს აკეთებს საგარეო უწყების წარმომადგენელი ზახაროვა, რომელიც პუტინსაც განასახიერებს და ლავროვსაც და ყველას. ეს არის რუსეთის ოფიციოზი, ხო? Вы знаете, главное, чтобы
тем, кто стремится в Европейский Союз там, к 30-му или еще каким-то годам, было куда вступать. Во-вторых, просто вот запомните, ни из чего хорошего Британия бы не вышла. Вот там, где есть чем поживиться, там, где есть действительно, так сказать, потенциал, британцы будут первыми. Сейчас они первыми вышли из Европейского Союза. Понятно почему. Потому что кризисные явления внутри Европейского Союза настолько очевидны, а их потенциал настолько, так сказать, ну, уже прогнозируем, что делать там нечего тем, кто думает о своих национальных экономиках. Вот и все. Поэтому это суверенное дело всех и каждого. Мы с Грузией и неоднократно об этом говорили, несмотря на имеющиеся политические разногласия, отсутствие дипломатических отношений, но мы выстраиваем двусторонние связи во взаиможительном и взаимовыгодном ключе, ведется диалог на этом направлении, стремимся к активизации делового и гуманитарного сотрудничества, планомерно ведем дело к нормализации отношений, что отвечает интересам российского и грузинского народов, проявляли уже это на практике, и наше стремление, и нашу добрую волю, и наше желание. Но вопрос в том, что тем, кто рассматривает Европейский Союз, стоило бы посмотреть на цифры, не только на лозунги, но на конкретные цифры. Мало ли что где пишут, так сказать, на оградах. Надо посмотреть, есть ли оно там на самом деле. დიახ, მეგობრებო, რუსეთთან ურთიერთობის შედეგად არის, რომ საქართველოში ლარის კურსი არის სტაბილური. რომ შედიხართ მაღაზიებში და რუსულ პროდუქტებს ხედავთ, რომ მიდიხართ ბენზინგასამართ სადგურებში და რუსულ ბენზინს ასხამთ. სახში რომ მიდიხართ და რუსულ გაზს ანთებთ. რომ მიდიხართ სასურსათო მაღაზიაში პულს რუსული ხორბლისგან წარმოებულ პულს ყიდულობთ. ეს რუსეთი არის. და რუსეთთან ურთიერთობების გამწვავება ნიშნავს, რომ შიერი ამოხდება ცული. ტერიტორიების დაბრუნებაზე საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი. და რუსეთის ოფიციოზი არაერთხელ ამის სიყვარული აგვიხსთან ყველა დღე. მოდი დავილაპარაკოთო. ვაგზელებთ მაუწყებლობას ვირფასო ტელემაყურებლებო და მე ერთ რამეს გეტყვით რა. შემთხვევით არაფერი არ ხდება ამ ქვეყანაზე რა. ეხლა ესეთ სენსიტიურ თემას, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ და ეს ეთერი ითიშება, მე შეიძლება ეხლა ყველაფერი მწყობში არის ჩვენთან, რატო ითიშება ეს ყველაფერი? ეს ყველაფერი რაღაცას ხო ნიშნავს. ერთადერთი ტელევიზია ვარ ჩვენ საქართველოში, მე ყველას პატივს ავწევ, სხვა გამოკვეთილად მე არ ვიძახი რომ ჩვენ ვართ ყველაზე მაგრები მეთქი, რომელიც 90%-ს უთმობს თავისი ეთერისა რუსულ-ქართულ ურთიერთობებს. ერთი ტელევიზია, რომელიც ასევე ამ მიმართულებით მუშაობდა, ტელეკომპანია სოლიდარობა, რომელიც ასევე მაუწყებლობდა დღეს მხოლოდ ინტერნეტ ტელევიზიით მუშაობს. მე არ მინდა ხა შიდა მათ პრობლემებზე რა მოხდა, როგორ მოხდა, ვილაპარაკო. მე ერთი რამე შემიძლია ვთქვა, აქ საქართველოში ვიღაცას არ აწყობს მართალი სიტყვის გაგონება. დღეს საქართველოში ექსპერტები ყავს, რომლებიც ყველა ამინდის პროგნოზიდან დაწყებული, ბოდიში და კარიბის კრიზისი და ბაიდენამდე ყველაფერს იტყვიან, არ იტყვიან რუსულ-ქართულ ურთიერთობებს, იმიტომ რომ ესენი არიან რენეგატები და მოღალატეები. თავარ თემაზე არ უნდათ ლაპარაკი, იმიტომ რომ არავის არ სურს, რომ ვიღაცამ აარტყას მერე იარლიკი, რომელსაც მოღალატეები გვარტყამენ ჩვენ, რომ ვიცომ ჩვენ რუსეთიდან ვიმართებით. და ჩვენც გვებძვიან, მეგობრებო, არ არის გამორიცხული კიდევ ვიღაცამ გამორთოს ეს ტელევიზია. ეს არის მიზანმიმართული მოქმედებები ჩვენს წინააღმდეგ. აი ახლა მე ლაპარაკობდი რუსეთის ხელისუფლების განცხადებებზე, იმიტომ რომ მე ამ განცხადებებს ეხა ხელისუფლების წინააღმდეგ კი არ ვაკეთებ, მე ვამბობ რომ ქვეყანაში თუ კი არის ვინმეს აგენტურა, ეს არის ის აგენტურა, რომელიც სწორედ იბრძვის იმისათვის, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობები არ აღდგეს. აი ეს აგენტურაა პირველ რიგში და რომელი ქვეყნები არიან ამით დაინტერესებული, არ ძალიან დიდი დაფიქრებაც არ არის საჭირო. მეზობელი ქვეყნების ყველა აგენტურას არ აწყობს რუსულ-ქართული ურთიერთობების ადგენა, იმიტომ რომ ეს ნიშნავს მათ დომინირების შესუსტებას ამ რეგიონში. აი ზახაროვაზე ვლაპარაკობდით
და კეთილგანწყობაზე. ნახეთ, აი რა განცხადებებს აკეთებს ზახაროვა ჩვენთან მიმართებით. Но я столько слышу о Грузии и столько слышу о том, что было сделано для туристической инфраструктуры, что такое Тбилиси, что у меня... Ну, я уж вам так по секрету-то расскажу. У меня все коллеги, все сотрудники департамента уже побывали в Грузии, публикуют фотографии, мне привозят. Я им завидую невозможно, хочу это реализовать. Ну, надеюсь, что это получится. ამაზე მეტი რეკლამა რა უნდა გაგიკეთოს რუსეთის საგარეო უწყების თანამშრომელმა, რომელიც ლაპარაკობს იმის შესახებ, რომ ყველა ჩემი თანამშრომელი საქართველოში ისვენებსო და მეცო ერთი სული მაქვს, როდის დავისვენებო იქაო. მეტი რა უნდა თქვას ამით. საქართველო არის ყველაზე ბრენდული. ნუკოვოს აეროპორტში რო დაფრინდები, პირდაპირ აეროპორტშია გახსნილი ქართული რესტორნები იქა. და ყველაზე მეტი ტურისტი სწორედ რუსეთიდან მოდის. და აქ გამოდის ვიღაცა სტადიონზე, ნაკრების თამაშებზე, გერმანიაში იყო და რუსეთს რა და პუტინო ენა უნდა ამოგლიჯო ამან და ნაძირლებს. ენა უნდა ამოგლიჯო. იმიტომ რომ აი ეს გვაშორებს ჩვენ ცხინვალთან და სოხუმთან. ეხა ვიღაცა იტყვის, აი თვითფრინავიც აღდგება, რკინიზაც აღდგება და ხვალდაზე რომ მიერთოს, აი თქვენი ბრალია ეს ყველაფერი. მე რო იტყვით რუსეთ, იმიტომ გააკეთა რომ თქვენ დიალოგი არ გინდათ, რუსეთს აგინებთ და თქვენ რა გონიათ ეხლა ერთხელ გეტყვით, ორჯერ და არ გინდათ, ნუ გინდათ, ჩვენ წავიღებთ. თქვენ აძირლებო თქვენა. მე წადით და თურქეთში დაიწვენეთ, ანტალიაში და შეაქეთ თურქეთის ხელისუფლება. თურქეთი ხო არის კარგი? დაოკლარჯეთი რომ წაგვართვა. თქვენ არაკაცებო თქვენა. და ჩვენ გვებძვით აქა რომ ჩაგვიხშოთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სულ რომ დაგვიხშოთ ყველაფერი, ავდგები და ინტერნეტ სივრციდან 10-ჯერ მეტი რეიტინგი მექნება კიდევ. სულ რომ გამოგთიშოთ აქიდან, რა. 10-ჯერ მეტი რეიტინგი მექნება, იმიტომ რომ რაღაცების გამო თავს ვიკავებ კიდე აქ ლაპარაკისგან. და მე ეს ბარიერიც აღარ მექნება. რაღაცას ანგარიშს უწევ და იმიტომ. გამორთეთ ეხლა რუბილნიკიდან ეს ტელევიზია, მიდი. ერთადერთი ტელევიზია, რომელსაც აქვს მაღალი რეიტინგი და რომელიც მუშაობს რუსულ-ქართული ურთიერთობების აღდგენაზე. სომხეთში უამრავი ფული იხარჯება. რუსეთის მიერ არსებობს რუსკი მირი, არსებობს რუსეთის საელჩო, არის ორი რუსკი მირი არის გიუმრში და იმაში ერევანში. 1000 უამრავი ორგანიზაცია. ტელევიზია არ აქვს. რუსულ-სომხური ურთიერთობების დარეგულირების თემაზე რო იმუშაოს, ერთი ტელევიზია არ მუშაობს. და საქართველოში სადაც ასეთი ანტირუსული განწყობები არის, ჩვენ მაუწყებლობთ გორიდან, სადაც პატარა სტუდიიდან და ეს აღიზიანებთ ამ ნაძირლებს. კინწურაშვილი გვებძვის, დაბლოკილი ვყევართ. 1000 ეს ნაძირლები გვებძვა. სურო ტყვიების ზუზუნი იყოს აქა და სურო გვესრო სიცოცხლის ბოლო წვეთამდე მაინც ვიტყვით ყველაფერს რა. სურო დივერსიები მოაწყო თქვენ ნაძირლებო თქვენა რა. მე ახლა მინდა ჩავრთო სტუდიაში და რუსეთში ძალიან ბევრი ადამიანი სამწუხაროდ არის ასევე ამ მდგომარეობაში და იბრძვის საქართველოს სასარგებლოდ და საქართველოსთვის. ერთ-ერთი არის მამუკა ფიფია, რომელიც სხვათა შორის ამ დღეებში შეხვდა რუსეთის დაზვერვის დირექტორს რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების საბჭოს მუდმივ წევს ნარიშკინს. თქვენ ამჩნევთ ვის შეხვდა ეს კაცი? რუსეთის დაზვერვის სამსახურის უფროს. და ვინმე ქართული მედია ამას როგორ აღიქვამს, იცი? რომ ეს არის მტრული ნაბიჯი. ცდილობს ეს ადამიანი საქართველოსთვის რაღაცნაირად ურთიერთობები დაათმოს. ეხლა გუშინ შეხვდა ბელარუსი რუსეთის სამოკავშირო სახელმწიფოს გენერალურ მდივარ სერგეი გლაზევს. აი ეს არის ქართული საქმე. ის კი არა, იქ ბრიუსელში ჩახვიდე და იქ ყავა დალიო და იმ ჟენევის ფორმატზე რაღაცა დაგმო რუსეთის მოქმედებები და ენი მოჩლეკით ილაპარაკო. რომ ისა რუსეთი ოკუპანტი არის. იცახეთ ეხლა რუსეთი ოკუპანტია და გაიხედეთ ეგერ. ერთი ბილეთი სოხუმამდე კი არ არის, ერთი ბილეთი დაგჭება ტრაპიზონამდე. ერთი ბილეთი სოხუმამდე აქვს იმ აფხაზებს. იდიოტებო. ეხლა ჩვენ ჩართვით გვეყოლება ომის ვეტერანი ბატონი პაატა აბულაძე, რომელიც ყველა ცხელწერტილში მონაწილეობდა, იგივე რუსეთის წინააღმდეგაც მონაწილეობდა, იგივე საქართველოს ტერიტორიის წინააღმდეგ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ადგენისთვის მოქმედებდა. 2011 წლის 26 მაისს სასტიკად იქნა დარბეული და ეს ადამიანი მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლობდა, ომში იყო
დღეს ყველაფერს აკეთებს ეს ადამიანიც რუსულ-ქართული ურთიერთობების სადგენისათვის და მე მინდა რომ ამ თემაზე ბატონი პაატა შემოვიყვანოთ. მოგესალმებით ბატონო პაატა. მოგესალმებით ბატონო ნიკოლოზ, მოგესალმებით თქვენს ტელემაყურებლებს. ბატონო პაატა, აი ხა ჩვენ ალბათ ადევნებდით თვალყურს ჩვენ შევაფასეთ იქ აფხაზეთში დაწყებული პროცესები. ახლა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე მინდა ვთქვა რომ ჩვენ არმილად არ ვეწინააღმდეგებით აფხაზეთში იგივე იმ პროცესებს რაც მიდის, მაგრამ ამ პროცესების უკან უბრალოდ ჩვენ გვაშფოთებს ის რომ შეიძლება ეს პროცესები უფრო ხმად წავიდეს და ჩვენ შეიძლება ამ ყველაფრის თამაშგარე მდგომარეობაში დავრჩეთ. და აი ეს გვაშფოთებს, თორე აფხაზები მშიერი მოუკლათო და დენი არ ქონდეთ და თვითრინავში არ იყვნენ და მატარებელში ამას არავინ არ იძახეს. თქვენ როგორ ფიქრობთ, აი ეს პროცესები, რომელიც დაიწყო, რა პროცესებია ეს და რისი მომტანი იყოს შეიძლება ეს ჩვენი ქვეყნის? ნიკოლოზ ბატონო, პირველი ინფორმაციისთვის ვეუბნები ხალხს, გაგრასა და პიცუნდაში არნახული მშენებლობები იწყება. ახლა ანახებენ ამათ როგორ უნდა საკურორტო ზონის საერთოდ გაკეთება და ის რომ ეხლა ხანდახან ვფიქრობდი ხა როგორ და უყურე რა აი მინდა ხალხს ერთი მე სხვა კუთხით მინდა შეგახედოთ ბატონო ნიკოლოზ გახსოვთ კოსოვო აღიარეს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და პირდაპირ აისახა ის საქართველოზე. პირდაპირ. მერტი არცად არ აღსაღულა. მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს უბედურებაზე აისახა. ეს ერთი. ეხლა გაგახსენებთ მე თქვენ 2022 წლის მერე ის დამპალი სამყარო, რასაც ქვია გლობალური, აი ეს ევროპა და ეს ამერიკა რა შეხვედრები, რა მხარდაჭერები ზელენსკიზე. ეხლა ნახე საითკენ მიმყავართ. ხალხს ამ კითხვას რო ვსვავ, აი ეხლა თქვენ ყველას უსმენ ამ კითხვას, კაცო. ზელენსკიზე თავდნენ ყველა ევროპარლამენტში. ზელენსკიზე თავდნენ ოსკარის დაჯილდოებებზე. ორპარტიული მხარდამჭერა და ესე იგი ჩვენც გვაიძულებდნენ ესე იგი პარლამენტში ჩაგვერთო. ეხლა ეგ სამყარო აიძულებს და აიძულა ზელენსკი აღიაროს ის ტერიტორიები როგორც რუსეთის საკუთრებად. ეს რომ მაშინ მეთქვა რომ ეს დრო მოვა რომ თვითონ ის სამყარო დღეს რომ ხელზე კოცნიდა უკრაინის დროშებით ფრიალებს მიიყვანა იმ დონეზე რომ უკვე ეუნებიან ან ჩვენ გავდივართ ან აღიარებს მორა ტერიტორიებიც დაკარგე. იმიტომ რომ ჩვენ უკვე ეკონომიკურად და საერთოდ ვიცევი. კითხვას ავსვავ. ეხლა მე კითხვა მებადება. თუ კი კოსოვო პირდაპირ ჩვენს უბედურებაზე აღიქვა, ვინ მაძლევს გარანტიას რომ მსგავსი აქ არ მოხდება? იმიტომ რომ ეს ტერიტორია ამ ტერიტორიაზე არ დაუშვებს არავინ კონფლიქტურ სიტუაციას დიდხანს. და გეკითხებით ამის გარანტიას ვინმე მაძლევს ფიზიკურად ვერ მომცემს ვერ გვაიძულებენ ჩვენ კი არა კაცო 47 მილიონიანი ქვეყანა აიძულეს იცი რომელი ქვეყანა აი 3 წლის წინ რა ვიცი სულ ზარზე იმით რომ სულ ზელენსკი გმირი იყო ბატონო პატა, ბოდიშთ ეკრანზე რაღაცა თქვენ აი რო ერთვებით რაღაცა თეთრი ფონი ჩანს და თუ შეიძლება აი გაწიეთ იქ რაღაცა. კი ბატონო. ახლა რატომ უყურეთ ბატონო ნიკოლოზ? მე ამის გარანტიას მე ერთადერთი რაც მინდოდა ხელისუფლებისთვის, რომ პრევენციის სახით რომ ვეუბნებოდი ჩადი დაელაპარაკე, რომ პრევენცია გაგეკეთებინა რომ კოსოვო 2 არ გამეორდეს ჩვენთან, კაცო. ამის გარანტიას ვინმე იძლევა? არ არსებობს მაგის დედამიწის მაგის ვიღაცამ გარანტია მოგცეს. ვერ გვაიძულებენ? რავი, კაცო, ნახოთ აბა. იქნება და გვაიძულონ, კაცო. იქნებ სხვა რამის წინაშე დავდგებით უცბად და მე ოპა. რა ვიცი? ამის თუ ისტორიაში როგორ ჩაიწერება? როგორ ჩაიწერება ისტორიაში? ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, სამეზობლომ გითხრა. წინათვეს სამეზობლო მოვიდა, გითხრა რომ
ბიჭო, გამოვიდა ერდოღანი და გითხრა, ჩვენ აქაო უსაფრთხოების საწყეს ვაკეთებდო, კაცო. ჩამოვიდა აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარე. ხო გეუბნებით, ხალხმა არ იცის, მე გეუბნებით, აგერ კაცო. დიდხანს ყურებას ვერ დავიწყებთ, იმიტომ რომ თქვენს ტერიტორიაზე არსებობს ჩვენთვის ეგზისტენციალური საფრთხე. ყველა სადაზვერო, აი ამ გლობალური ომის პარტიების სადაზვერო სამსახურები ჩვენს ტერიტორიაზეა. სოროსი, ღია საზოგადოება და ასე შემდეგ, რომელიც საფრთხეს უქმნის, კაცო. იმიტომ კი არა შენ ეს დინა აი ქართველები გოწოდება და ხარა კაცო აფხაზეთ დაუბრუნეო. შენ პრევენციის სახით რას აკეთებ? დღეს მოდი ახლა დღეს ავიღოთ. ვითომ სახელმწიფო ტელევიზია შეურაცხყოფილ ტონში ეუბნება კომუნისტური ჩინეთი. ანუ ხაზს უსმევს კომუნისტური ჩინეთიო, დამამცირებელი მასში ტონაციაში ამბობს, კაცო. და ეს ჩინეთი არის შუამავალი პასუხისგებლობა აიღო მე ვიქნებიო თქვენსა და რუსებს შორისო შუამავალიო და ამას რომ სახელმწიფო ტელევიზია დამამცირებელ ტონში ამბობს კომუნისტური ვიღაცა გარეწარის რეჟისორი გაიქცა იქაც ამერა სპექტაკლებს თუ არ მაინტერესებს ისინი კაცო გეკითხები დღეს კიდე ვიზეიმეთ ბატონო ნიკოლოს თურმე საქართველოში ქართული ენა ბრუნდება სასწავლებლებში თქვენ გესმით რას ვზეიმობთ 3000 წლის ქვეყანაში რომელიც ამენის გულისთვის ამენაში უნდა გამოცხადდეს ესე წერია კაცო მეორე მაცხოვრის მოსვლა თურმე ქართული ენა სასწავლებლებში დაბრუნებას გვზეიმობთ კიდევ ერთი დარტყმა მივაყენეთ ნაცებს და თქვენ მეუბნებით ვიღაცას ის აფხაზეთი უნდა ვის უნდა აფხაზეთი საზოგადოებას უნდა კითხულობ არა ეს დევნილების გამკვირვებია კაცო ხელიდან გეცლება იქ სახლიდან ხმას რატო არ იღებენ ვერ ხვდები რომ ხმას რატო არ იღებენ ნიკოლოს სახლიდან გამოგაგდეს და ხვალდაზე დამთავრდება ვერასდროს ვეღარ დაბრუნდები იქა ესე პროცესი ამიტომ რომ არ მიდიხარ არელა შენ ხო უნდა უთხრა ხელისუფლებას იმ აფხაზეთის მთავრობა რო არის თუ ვინც არის რომ წავიდე დავილაპარაკო ჩვენ ხო კარგად ვიცით შეიძლება ამ პრობლემის გადაჭრა უბრალოდ ჩვენ უნდა რაღაცნაირად ჩვენი გარკვეული რაღაცა დავთმოთ ჩვენ უნდა დავთმოთ რაღაცა აბა ისე ვერ მოხდება ამ და დათმობაც არ გვინდა მოვიდეს და ლაპარაკოს ჯერ მე არ ჩავალ 9 მაისს მოსკოვში სანამ არ დამი ბებია შენის არ ჩახვალ და ეგდე ვინმე ამას გონია ხა მოსკოვი ხა ცრემლებით აივსება რომ ვინმე არ ჩავა საქართველოს ნუ ჩამოხვალ მე რა ვის საშინია რაში ვის იმაშვები აშანტაჟებ თუ არ ჩახვალ ნუ ჩახვალ ერთბაშად გული არ დაწყვიტო ხო არა ეხლა ტირილით მოკვდება პუტინი რატო არ ჩამოვიდა იქა ჩვენი აბა ბიჭო აბა რა ეშველება კაცო არ ჩავიდეთ ქართველების მოგებულს ზეიმობს 21 სახელმწიფო როგორ მოგწონს მაგრამ მე სხვა რამე მაქვს ლაპარაკი საზოგადოება აიძულებს ამ ნაბიჯზე ფეხის გადადგმას მე არ მაქვს ლიბერალებზე ლაპარაკი საერთოდ არ მაინტერესებს ხალხი კაცო ეს პრობლემა საქართველოს კაი ხანია მოხსნილია კაცო საზოგადოებას აინტერესებს საერთოდ ეგეთი რამე ის რომ ჩვენ გენეტიკური წყვეტა გვაქვს უკვე 30 წელზე მეტია და იქ აფხაზეთში თაობები წამოვიდა რომელიც დამოუკიდებელ აფხაზეთში ცხოვრობს კაცო იმას ვერ წარმოუდგენია ქართველებში ერთობლივი ცხოვრება და რას თავაზობთ ბოლო-ბოლო ამ აფხაზებს ბოლო-ბოლო რა ენაზე ელაპარაკებით ქართულზე არ იციან ქართული კაცო იციან აფხაზური და რუსული შენ რა ენაზე ელაპარაკები მაგიტო ვაკეთებთ ბატონო პატა მე გადაცემა ბატონო ნიკოლო მე თქვენზე არ მაქვს ლაპარაკი მე გეუბნებით რას თავაზობთ რუსთაველს თავაზობთ რუსთაველზე რა ხდება სასამართლოებში რა ხდება ბიჭო ეგ რო არ უნდა იარაღს ხელი მოკიდეს კაცო და შემოგაკლეს თავი ეგ რო არ უნდა ერის გარყვა გადაჭიშმა რო არ უნდა შემოგაკვდნენ ეხლა რას თავაზობთ მითხარ ხო ეხლა ქართველები ვზივართ კაცო ჩვენ რა თავაზობთ ევროპაში მივდივართ არ მინდა კაცო გეუბნება მე ის რუსეთი გეუბნება სანამდე ვაშკაცობა ქართველობა შენი წარსული შენი მომავალი გიბიძგებს იქამდე მოყვები მოლაპარაკებაზეო შენეულები არა ნუ კაი მაშინ
ეს მე ხეუარეს გეტყვი რა ბატონო ნიკოლოზ. თუ ვინმეს არ უნდა დღეს რუსეთში ქართველები ჩავიდნენ, ესენი არიან რუსები და გეტყვი რატომ. კარგად იციან იქ რუსეთში რომ ესენი თავის განცხადების მძევლები გახდნენ. თქვენ წარმოგიდგენიათ რამდენი აფხაზი, ადიღელი, ჩეჩენი, ოსი იღუპება დღეს ყოფილ უკრაინის ტერიტორიაზე. წარმოგიდგენია რომ ამარო საქართველოს ეს ტერიტორიები რაღაც ნაბიჯი გადმოდგას, თავისი კავკასიაში რა აფეთქებები მოხდება? ამაზე ვინმე ფიქრობს, პრევენციას აკეთებს. ამიტომ დაიჭირა, კარგად დაიჭირა რუსებმა. მოდი, რატო იცი, რამე რო იყოს, ის გეტყვის კაცო გეძახოდი 4-5 წელი გეძახოდი პარლამენტიდან, სამეზობლოდან, საგარეო მინისტრი, პრეზიდენტები, აზერბაიჯანის, ირანის, თურქეთის, შენ მაინც არაო, და ეხლა რა უყოთ კაცო, როდემდე გიხუროთ. კარგად დაიჭირა ეს მუღამი, კარგად დააჯდა არტერიაზე, ამის მერე ეხლა რომ წავიდეს კიდევ ბატონო ნიკოლოზ, აი აქ არალიბერალური სამყარო დაიწყეს რას იცი? აგე გუშინ ამბობდა არა დღეს გაიქცა. აი უყურე რატო გეუბნებით. ამიტომ რაღაც არის აქ შესაძლებელი. არ გამეორდეს კოსოვო 2 აქა. მე არ ვიცი, თუ არა და მე ეს უკვე რატო გეუბნებით, მე ეს უკვე ვნახე. რომ აღარ ნახო ამის გარანტია რა არის? რა არის ამის გარანტია? ფაქტია რომ უნდა გამწვანდეს კავკასია. და ვიღაცა 3 მილიონი კაცი და ვიღაცა ხელისუფლებას ლობჯარესი ეშინია უკაცრავად რა ერთად მიხედეთ კაცო თქვენ მაგ საქმეს ხვალ რა მოხდება ნიკოლ არავინ არ ვიცით ირანში თურქეთში ხო დაინახი თურქეთი აზერბაიჯანი ისრაელის 2 დღეა ერთმანეთს რეებს უკეთებენ არა ამათ რამეში არ გაიცვალოს კაცო ბოსფორის სრუტე რა ვიცი მონროს ხელშეკრულება არ გადაიხედოს შემთხვევით მე ხო არ ვიცი და ვინ მაძლევს იცვლება მსოფლიო ამის გარანტიას ვინ მაძლევს პაპუაშვილი თუ ბოჭორიშვილი ამაზე ვინმე ფიქრობს თუნდაც იმიტომ რომ პრევენცია გააკეთო პრევენცია რომ არ გამეორდეს კოსოვო 2 რომ უხერხული სიტუაცია შექმნა თვითონ იმისთვის რომ ბიჭო არ ქართველები არიან ჩვენთვის უცხოები ეს მაინც რომ ერთი რამე მინდა ვთქვა მეგობრებო რა რომ დღეს ჩვენ რასაც ახლა ვხედავთ ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა იქიდან გამომდინარე რომ ამათ უნდათ მე გვითხრან რომ აი რუსეთმა წაიღო ეს ტერიტორიები რა გინდათ აგე რა ჩვენ რას გვერჩით რასაც ვიძახთით ეს არის რუსეთის სახე აი და ჩვენ გვეტყვიან რომ აი თქვენ არიყავით რუსეთზე რო იძახთით რუსეთი არის ჩვენი მეგობა კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩვენ რო ვიძახით იმიტომ ვიძახით რომ რუსეთთან ურთიერთობა დავიწყოთ რომ ხვალ და ზეგ არ მოხდეს ეგ რასაც გარდაულად შეიძლება მოხდეს არ გვინდა წაიღებენ მე კიდე მართლა ბატონ პატას ვეთანხმები ჩვენ დაუბრუნდებით მას ძალიან ბევრი ტექნიკური ხარვეზი არის რატომღაც აი დღევანდელ დღეს და მე კიდე მინდა უთხრა აი ამ აგენტურას დასავლეთის სურო შუაზე გაიხეთ ჩვენ მაინც ჩვენ სიტყვას მაინც ვიტყვით და უფრო მეტი აუდიტორია გვექნება 20 ჯერ და 30 ჯერ მეტი აუდიტორია გვექნება იმიტომ რომ ამ ტელევიზიიდან გარკვეულწილად რაღაცეებს კიდევ ანგარიშს უწევთ ჩვენ და აქედან გამომდინარე ეს რაღაცნაირად ჩვენ რეიტინგზეც მოქმედებს როგორც კი ჩვენ გადავალთ სხვა ტიპის მაუწყებლობაზე 30 ჯერ მეტი რეიტინგი იქნება და უფრო მეტი ეფექტური იქნება კიდე რო იცოდეთ ესა ამიტომ გინდა რუბილნიკიდან გამორთეთ ტელევიზია და გინდა რაც გინდა ტექნიკურად შეგვაფერხეთ ეგ იქნება თქვენთვის უფრო მომაკვდინებელი რო იცოდეთ რა მე უფრო და უფრო მძაფრი იქნება აი ეს გადაცემები თქვენს წინააღმდეგ და მე სადაც ყოფილვარ ყველგან მაღალი რეიტინგი მქონია ეს იმაზე არ არის სტუდიებზე და ტელევიზიებზე სადაც ყოფილვარ არცად არ ყოფილა ესეთი რაღაცა ძალიან მაგარი პირობები სადაც ყოფილვარ ყველაზე მაღალი რეიტინგი თავს კი არ ვიქებ მე მქონია და ეხლაც იქნება ესე მეგობრებო იმიტომ რომ თქვენ თუ გონიათ რომ ჩვენ უკან დავიხებთ
საქართველოს მე რომ რუსულ-ქართულ ურთიერთობის აღდგენაზე ვიბძვი, ეგ იმისთვის ვიბძვი, რომ ჩვენ რაღაც ნაბიჯები გადავთქვათ სოხუმის და ცხინვალისაკენ. და თქვენ კიდევ აი ამ მოქმედებებით რომ არ მივდივართ, არ ველაპარაკები და საზოგადოებას მინდა მივმართო, აი ინტელიგენციას მიმართო, მთელი ცხოვრება რომ მოსკოვში და პეტერბურგებში გაატარეთ. მეცნიერებს და ისტორიკს არ აქვს ხვენიათ მაინტერესებს. ცალი ფეხი სამარეში გაქვთ, გამოდით ქვედალოცულო და თქვით, რომ საქართველოს გადარჩენა სწორედ არის რუსეთთან ურთიერთობა. რატო გიგი რა რისი გეშინიათ, აი რა გაქვთ დასაკარგი. ეხლა ახალგაზრდა კაცი რო იყოს მესმის რომ იმას გადაუსვამენ ხაზს და იმისთვის ეს იქნება პრობლემა. აი თქვენ რატო არ იღებთ ხმაზე? რატო ხართ ასეთი ჩანჩურები, რატო? რატო ხართ ასეთი ჩანჩურები მთელი ცხოვრება? რატო ხართ აი ესეთი მართლა წითელი ინტელიგენცია კი არა, თქვენ ხართ კორუმპირებული ინტელიგენცია. ნანი ბრეგვაძე მთელი ცხოვრება მოსკოვში მღეროდა და კიდე ეს ადამიანები, სეფაშვილები და დღეს ევროკავშირის დროშას აფრიალენ. არ უნდა გამოხვიდეთ და თქვათ, რომ იმ სოხუმში და მე ცხოვრებაში არ ყოფილი ვარ აფხაზეთში. ერთხელ არა მაქვს ნანახი სოხუმი, მაგრამ მირჩევნია მოვკვდე, თუ კი განწირული არის იმისთვის საქართველოს რომ დაიკარგოს ეს ტერიტორია. სიცოცხლეც არ მინდა. აფხაზეთის და ცხინვალის გარეშე. და თქვენ აძირლებო თქვენა. მთელი ცხოვრება ამ რუსეთის კმაყოფაზე იყავი, დღეს ევროკავშირის დროშას როგორ აფრიალე. ჩემთვის ნანი ბრეგვაძე მოკვდა სეფაშვილი, მოკვდა ყველა ის ადამიანი, ვინც დაიწყეს ერთი ადგილის თამაში და რუსეთის გინება. აი ახლა ბატონი პატად შემოგვიერთდა უკვე, რავი, ძალიან ბევრი აქამდე ესეთი რამე არ მოხდარა. ძალიან დაემთხვა დღეს ამდენი ტექნიკური ხარვეზი მანდამაინც ამ რუსულ-ქართულ თემას და ჩვენს გარდა არავინ არ ლაპარაკობს ამ თემაზე, 1-2 ტელევიზია შეიძლება იყოს ესე. ბატონო პატად, აი ლაპარაკობ, თქვენ საზოგადოებაზე ლაპარაკობთ და მეც გავაგზელე ეს თემა. აი მე მაინტერესებს ამ უნამუსო ინტელიგენციას, რომელსაც მთელი ცხოვრება მოსკოვში და პეტერბურგებში აქვს გატარებული. ბინები, მანქანები მაგათ განაქვს. მე ლარი არ მიმიღია, გაზიანი წყალი არ დაულევია, ჩემთვის იქ რო ჩავდივარ, რაღაცა ერთ-ორ კონფერენციაზე თუ ჩავსულვარ. და მე რომ რაცხავენ კრემლისაკეთად ეს ნაძილე. აი სად არის საზოგადოება? საზოგადოება ხო უნდა თქვას, წადი ხელისუფლება 9 მაისს. ამდენი ისტორია ხარ რო აგდო პროფესორს მოხდება ან მეცნიერს. სად არის ეს ხალხი? სად? მაგით დავიწყე მე, ვის უნდა მეთქი. ბატონ ნიკოლოზ, გახსოვთ თქვენთან ჩართვა რო ქონდა, მე ხა კი არ გადავხო, ხალხმა მინდა იცოდეს. აი, ჩვენი ბოლო ჩართვა რო იყო, ორშაბათი დღე იყო, კარგად მახსოვს, იმიტომ რომ წინა კვირას ქონდა რუსულენოვანი და მე ჩართვა ქონდა როგორც ყოველთვის ქართულენოვანი. მაგ დროს თავარმა, ტევ-პირველმა, ტაბულამ პირდაპირ განაცხადეს რომ აბულაძე ზისო რუსულ ტანკშიო და დნეპროპეტროვსკის უტევსო. მე ეთყობა ვიღაცამ დაურეკა უთხრა ბიჭო, რა სიგიჟეს ლაპარაკობთ? კაცი პირდაპირ ეთერში ზისო, კაცო. მაგრამ არა ისე მართალი თქვენს, ეგა მართლა ტანკში ზიხართ ჩვენ ვარ ტანკი, რომელიც გავანგრევ. ჩვენ მართლა ტანკი ვართ მაგათთვის. ეგ მაგარ სწორს იზახიან ისე. ხოდა, რატო, ბიცი, საზოგადოება მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ ეთერში ვნახეს, ხმა კი არ მოიყო, კაცო. ანუ ვეღარ გავიგები ამ ხალხის ბოლო-ბოლო რა უნდათ. ტყუილსაც თავისუფლად გაატარებენ. რაღაცა თვითონ საზოგადოება, ამიტომ ხელისუფლება უყურებს ამ საზოგადოებას. ბიჭო, რავი, არ თხოვს ეს საზოგადოება ეგზისტენციალური საფრთხის პრობლემის გადაწყვეტას. დაასწრებენ კომისიას, ნაცებს, რაღაცებს, აი აქ იხარშება. არა და ამ დროს პრობლემა სულ სხვაგანაა, კაცო. ჩვენ ექსპერტებს დაუყვიდით. არალიბერალურ ექსპერტებს მაქვს ლაპარაკი. რეებს ლაპარაკობენ. საერთოდ აი დღემდე მაგალითს გეტყვი რა. ეხლა არც ამერიკას აწყობს ომიო და არც რუსეთსო და ომი გაიყინებაო, ბიჭო. რავი, საგიჟეთია ბიჭო. იცის ხალხმა რომ ორი დიდი ქალაქის სუმის ოლქში აუცილებელი ის გამოცხადა, აი რო გაყავთ ხალხი რა იმას ევაკუაცია. სუმის ოლქზე გეუნებით, დონბასზე აღარ გეუნებით, კაცო. სუმის ოლქზე ეს დონბასი არ გეგონოთ, კაცო. იცით რომ უკვე დერგია შესული დნეპროპეტროვსკში, კაცო.
იცი ანუ უკვე პაკროვსკში ბლედ უკვე ისინი არიან შესულები გარე რაიონებს იღებენ კაცო ვინ ომს აჩერებს რა ომს აჩერებს საიდან მოაქვს ეს სიგიჟეები კაცო მერეო ხელმოწერები გააკეთე რატომ უკვე ბატონ ნიკოლოზ როცა ამაში იხარშება საზოგადოება აი ამ საინფორმაციო ველი დაკავებულია აი ამ სიგიჟეებით აი დღეს მაგალითად სახელმწიფო იმაში იყო ინფორმაცია ლიტვის ვიღაცა გარეწარი პოლიტიკოსის კორუფციაში უმხელებია აუ გაიხარე მუშა წამებულო და ტანჯულო ფეხებზე არ კიდია კაცო ლიტვაში ვინია და ვინ ოხერია კაცო ეგ არის პრობლემა ჩემი რომ ვიღაცა ლიტვაში კორუფციაში ფული აიღო თუ არა აიღო კიდევ შევიგინო უნდა მეთქვა პატრონი მეთქი რა აი თემი საინფორმაციო ველი არის ამით დაკავებული და ტრამპმა ბავშვებს მოეფერა და თქვა რომ თურმე ქალი და მამაკაცი თანასწორია და ეს უნდა გვიხაროდეს უნდა კიდე გაიგე რა გვიხარია აქამდე ჩვენი წინაპრები ხო არ ვიცოდით ჩვენ ეხლა გავიგეთ თურმე რომ ქალია და ქალისა და მამაკაცის გამო იბადება ბავშვი ეს ჩვენ ხო არ ვიცოდით აი ტრამპმა რო თქვა სადახართ მალე იმას რომ გავიგებთ რომ ქალი ბავშვს აჩენს კაცისგან აი მაგას რო გავიგებთ მე ნახე რამხელა სიხარული გველოდება მაგას რო აი რატომ საზოგადოებისაც მესმის ეს საზოგადოება აი აქ იხარშება სულ სხვა სამყაროშია ეს საზოგადოება ამ დროს აი ხა თქვენ სიუჟეტი გაუშვით აფხაზეთში აეროპორტში ხო უყურებდი საერთოდ სხვა საზოგადოება სხვა სამყაროა იქ ლენტები უკეთიათ სულ სხვა იმას ემოციებში არიან ისე ის საერთოდ ქართული აღარ არის მეთქი ამის მამიდა ჩვენი დანაშაული უკვე მაღლა დგას აფხაზური საზოგადოება დინა ოსეთის ადამი მორალურად სუფთა უფრო არის ვიდრე ჩვენ აქ რო ლენტი და მოგაძახებს ეს ნაბიჭვარი ვიღაცა რიჩეთის მონა ეს ნაძირლები ესენი ექსპერტები ახსენეთ თქვენ გამოვიდა 1-2 სულელი ექსპერტი რას ლაპარაკობს აიო საქართველოს მთავარიაო იმასთანო აზერბაიჯანთან თურქეთთან დაალაგოსო და ჩვენ რო უკვე გასულები ვარ დამკაში რა არა ეგ სამივე ქვეყანა არა ეგ როგორ იყო იცი თუ აზერბაიჯანი სასომხეთი და საქართველო მე მოусმინა მაგას ჩემი თავი ქუჩი ხო ჩემი ახლობელია ნიკალბატონო ეგ ბიჭი რა და ბიჭო ერთი კითხვა რო დაგისვა ახლა უთმად ეთერში მე სიმართლე რო გითხრა ეგ არც ვიცი ვინ თქვა მაგრამ მომაწოდეს ინფორმაცია ვიღაცა თქვა არც მინდა თქვენც ნუ იტყვით ეხლა ამ სისულელეს რო იტყვი კაცი და მე კიდე აი გამოდიან ეს ექსპერტებს უფრო არავინ არ ეხება ამ რუსულ ქართულ თემას მე რა ვერ გავიგე ექსკლუზივი კი არა მაქვს დავით გარეჯის თემაზე დავიწყე ლაპარაკი კომიტეტი გავაკეთე მოვიდა რამდენიმე პარტია და გავერთიანდეთო ერთად ვიბრძოლოთო რომ ნუ და ვინმე გიგზავნთ ეხლა რატო არიღებთ ხმა დავით გარეჯი ეხლა მე რო დავიწყო ეხლა კიდე რაღაცა რო შევქნა პარტია და რუსულ ქართულ მოვლენ და მეტყვიან მოდი რა ბიჭო რა გინდა წადით იმუშავე ძმაო ჩემ ვერ გავიგე მე მიყურებ თქვენ მე მაქვს ექსკლუზივი რატო არ ლაპარაკობთ რუსულ თქვენ უნდა დაგარტყან მე უნდა დამარტყან მამუკა ფიფიას უნდა დაარტყან და ჩვენ უნდა ესე იგი ეს ტალახი უნდა მოხვდეს და ესენი უნდა დაჯდნენ ფეხზე გადაიდონ ამათმა სტუდიებში ილაპარაკონ გაარჩიონ იმიტომ რომ ამათ ეხლა რატო უნდა უთხრას ვიღაცამ რუსეთის აგენტი ხარ და ისა ამათმა ხო უნდა მაღალ მატერიებზე უნდა ილაპარაკონ რაღაცა აი ესენია ყველაზე დიდი ნაძირლები საზოგადოების რომ ესენი არიან ქვეყნის მოღალატები პირველ რიგში აი გამახსენე მამუკა ფიფიაზე ბიჭმა ესე იგი ისეთი რამე გააკეთა რომ სამთავრობო არხებმა კი აიტაცეს ბიჭო და ის ვერ იმის მამუკასგან ხო ყველამ ვიცით ვისი გაკეთებულია ვინ არის სულის ჩამდგმელი აი ეს მე რო გააბეს მახეში ისა მაგ ხედველობაში ხო ყველამ ვიცით ვინ გააკეთა და ვინ იყო ამის სულის ჩამდგმელი და ასე შემდეგ ერთი სიტყვა ვერ დაცდათ რატო იცი ბიჭო მამუკა ფიფიასთვის ვერ დაგიძახიათ სტუდიაში რა ის აფხაზეთში და რა ის მოსკოვში ჩართულები არიან ნიკოლოზ ბატონო ნუ გამაგიჟეთ რა ყველაზე სასაცილო რა იყო იცი ბატონო პატა
იმედი სამთავრობო არხი აშუქებდა ამ პრანკერების თემას ვოვანის და ლექსუსის და ფიფია ერთი არ უხსენებიათ მამუ ვინ მოაწყო ესა ბიჭო ვერ გავიგე ასე თუ გეშინია თქვენ ამ კაცის მითხარით ერთი და რაღა ასე თუ შიში გაქვთ ეხლა ისე კი არის ეგ კაცი იმ ქვეყნიდან სადაც ლავრენტი ბერია დაიბადა და ისე კი არის ღირსი იმ ლავრენტი ბერიასავით იმოქმედოს აქ საქართველოში იმიტომ რომ თქვენ საქართველოს ლავრენტი ბერია თუ გამოასწორებს ლავრენტი ბერიას პოლიტიკა აქ ბოდიში და თავზე გადასმა და ესეთი რომ თავზე გვიქნეს ყველაფერი ეს არის ესე იგი სასამართლოს შეურაცხყოფა პროკურატურის პოლიციის და ამას უნდა უთმინო ჩვენ და ვაიმე ოღონდ ომი არ იყოს ბეჭო თავზე დაგიმას გიქნეს და რა ომი აღარ უნდა იქნოს ომი არ არის ესა ათმინდა ეგეთი ომში არა ქუჩაში რომ ვერ გადიხარ და გაგინებენ გლანძღავენ ეგ ომი არ არის ტერიტორიებს რომ ვერ ვიბრუნებ ომი არ არის აფხაზზე მოსკოვში ვერ მივდივარ 9 მაისს იმიტომ რომ ეს ნაბიჭრები ეხლა აგერ იცით თუ არა თქვენ 9 მაისს ესე იგი 19 საათზე იმის ატარებენ აქციას 9 მაისს ამ წმინდა დღეს ესე იგი ატარებენ აქციას რომ ჩვენ ვეტერანებს ჩაუშხამონ დღე ეს ნაძირლები ესენი ესე იგი ერთი დღეც არ შეარგეს ამ ვეტერანებს ერთი დღე ამ ნაბიჭრებმა ამათმა რა ერთი დღე აქვს ერთი დღე ვეტერანებს და მივლენ იქ აიხა და ობსტრუქციას მოაწყობენ რა მთელი მსოფლიო ვაშინგტონში ჩატარდა ეს ამერიკაში ჩატარდა ბესმერტნი პოლკი ამერიკაში ჩატარდა ირლანდიაში ჩატარდა კანადაში ყველგან ამერიკაში გამოვიდნენ საბჭოთა კავშირის დროშები გორში აგერ სტალინის ძეგლთან არ უნდა იყოს საბჭოთა კავშირის დროშები აბა ჰიტლერის დროშები დაიჭირონ ამ ხალხმა ამერიკაში თუ შეიძლება საბჭოთა კავშირის დროშით იმისი ჩატარება იმ აქციების საქართველოში პადოშას კანონებით უნდა ვიცხოვროთ კიდე ეს კომისია რო იხილავს საკითხი პადოშას კანონი არ უნდა გააუქმოს პარლამენტმა კაცო ან სტალინის მუზეუმში რატო უნდა იყოს იქა იმისი ოკუპაციის მუზეუმი მაინტერესებს რა შუაშია სტალინმა მოახდინა 2008 წელი კაცო აი უბედურება ეს აი უბედურება არის რა ესე იგი წარმოგიდგენია 9 მაისს აშხამებენ ხალხს 9 მაისს აშხამებენ ომის ვეტერანებს ამიტომ ბატონო ნიკოლოზ ამიტომ არაფერს აღარ ველოდები მე ველოდები ერთ რამეს რომ ეხლა იქ მე როგორც ვიცი ეხლა ვიღაცას ეხლა ჩვენ შეგვაგინებენ არ შეგვაგინებენ ამით პრობლემა არ იხსნება ნეტა მაგით იხსნებოდეს პრობლემა კაცო გავწირავდით ჩემ თავს კაცო მაგინებისთვის მე უკვე იმედი როგორც ეგეთი რომ აქ აფხაზეთის პრობლემა აფხაზეთის პრობლემა კი არა კაცო რა ის აფხაზეთის პრობლემა ფიფია ვერ დაგი სიტყვა ფიფია ვერ გითქვათ სამთავრობო არხზე რა ის აფხაზეთის პრობლემის მოგვარებლები ესენი არიან ამათ გაანებეთ თავი ეს თემა მე რა ვიცი შეიძლება ვიღაცას რეცეპტი აქვს საერთოდ არა მაქვს კიდევ ერთხელ ვიმეორებ საერთოდ არა მაქვს მე ხარ ხედველობაში ლიბერალური საზოგადოება ეს გეები, ტრანსები, ესენი მე აქთან ვყავ ხედველობაში. გამაგებინეთ კიდევ ერთხელ. ხელისუფლებას ვეუბნები, ყველა საზოგადოების მოღვაწეებს ვეუბნები, კონსერვატულ მოძრაობას ვეუბნები, ჯონდი ბაღათურია, ყველას ვეუბნები. ვინ პრევენციის სახით, ან ვინ მაძლევს გარანტიას, რომ აქ კოსოვო ორს არ გამითამაშებენ. გამაგებინეთ ამის გარანტია არსებობდა კიდევ ერთხელ ვიმეორებ 4-5 თვის წინ რომ მე თქვენთვის რომ ზელენსკის ამერიკელები ევროპელები აიძულებენ აღიარონ ყირიმი და დონბასი ხომ ეთყოდით შილო შენ გიჟი ხარ ვიღაცაო ხომ ეთყოდით კაცო ბიჭო აგერ აღიარებინეთ უკვე ახლა რა შვებით იგივე რომ დატრიალდეს ჩვენთან მე რაც ვიზარდ რამე ძალა გვაქვს რამე ვიღაცა პატრონი ყავს თუ ვისი მეძე ხარ საერთოდ რე საერთოდ ჩადავარ ხალხო თუ ვერ მოაწყობე რავი ეხლა აი დღეს მაგალითად პატრული ჩაცხრილეს ყოველწუთს ველოდები თბილისში რაღაცა შეტაკებებს ჩამოსულებსა და მე პირდაპირ იმიტომ არ მიყვარს ხოლმე რომ ბატონო ნიკო თქვენ და პატივისცემის გამო თორე მართლა ვერიდები ხოლმე უკვე რა იმიტომ მე არ ვარ თქვა ელას ვერ მოუჩვლიკავ ლონდონი გაშავდა პარიზი გაშავდა ბარსელონა გაშავდა მადრიდი გაშავდა შენ რატო ვერ შავდები აბა გადახედეთ კაცო რა უნდა საქართველოში პროვოკაციების მოწყობას აი ეს უნდა აი ესა და მორჩა
გინდა პრობლემა მოვაგვაროთ? რა ვიცი, ძმაო, აი აფხაზეთის პრობლემა გზას. ისეთ პრობლემის წინაშე არ დავდგეთ, რომ ოღონდ ჩვენ გადავრჩეთ, კაცო. რა ვიცი, ესე ფიქრობდა ზელენსკიც. და ის სამყარდა ვაფშე და იცით, რომ ერთი კვირის წინ უკრაინის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომ აბა რატო 18 მილიონი გადარჩნენ და მიტომ ეს არ არის ტრაგედია? რას ავდიო აქა? დოის ჩინეთში გაიქცა თუ ის რა ქვია ბოკერიამ რა თქვა, ეგ არის საქართველოს პრობლემა? თუ ის მიზეიმო რომ 3000 წლიან ერთ ქართული ენას სასწავლებლებში რომ დაბრუნდა, უნდა ვიზეიმო. ეს ამას საზეიმოტო. ამას მაზეიმეთ ხალხო. რა ვიცი? რომელი აფხაზეთზე მელაპარაკებით გეუბნებით 30 წელია გენეტიკური წვეთა მაქვს. კაცო იქ თაობა წამოვიდა, იმას ვერც წარმოუდგენია ჩვენთან ერთად ცხოვრება. ის აგიზარდა დამოუკიდებელ აფხაზეთში. ბიოლოგიურად მოვწყნით ერთმანეთს, კაცო და რაღაცა რო გამოჩნდა ამ 3 წელმა რაღაცა ნაპერწკალი გამოაჩნდა, იმასაც კი ხელიდან უშვებ. ხელიდან გაშვებაზე აღარ მაქვს ლაპარაკი, პრევენცია მაინც გააკეთე, რომ არ გამითამაშონ კოსოვო, კაცო. აი ეს არის ჩემი პასუხი. და ერთი რამეა, უყურეთ ახლა მე მესმის თქვენი აღებლების, მეც ამ მდგომარეობაში ვარ. ხშირად მე კი ამ საყვედურებენ მეუნებიან, რომ აი ემოციურ აი შვილს რო წაგართმევენ. აი შვილს რო ჩემთვის შვილზე უფრო ძვირფასია აფხაზეთი და ცხინვალი. მე შვილზე მაღლა ვაყენებ ამ ტერიტორიას. მე სანთეს რო ვართებ პირველი, ხო არის ღმერთს შესთხოვ, რომ პირველი ვთხოვ, რომ ღმერთო ჩვენი ტერიტორიები დაგვაბრუნო. მე მოდის უკვე დანარჩენი თხოვნები, ოჯახი და შვილები და ყველა. პირველი ჩემთვის არის ეს. და რო ხელიდან მეცლება ეს ყველაფერი, ამიტომ ვარ ასეთი ცოტა ჭკუაზე აღარა ვარ უკვე. და მე მაინტერესებს დევნილებს მინდა მივმართო. შეგუე თქვენ ამას. რატო არ გამოდიხართ აქციებს, რატო არ აწყობ დაველაპარაკოთ რუსეთს, დაველაპარაკოთ მე ვიცი 100%-ში თქვენც ხო იცით რომ შეიძლება ამ პრობლემის გადაჭრა, შეიძლება თუ იქნება ნებელობა, თუ საქართველოს ხელისუფლება რაღაც ნაბიჯებს ჩვენ ვერ გავიგე. ესე იგი ისევ ლაპარაკობ თვითონ, ესე იგი ბირთვული შერეღება ჩვენ გქონდეს, ჩვენ ვიყოთ 150 ესე იგი 150 მილიონიანი ქვეყანა და რუსეთი ვიყოთ ჩვენ და საქართველოს იყოს ისინი რა. ჯერ დამიბრუნეთ, მერე დაგელაპარაკებით. ფეხებიც ხوار დაგითბილოს კიდე რა. ჩამოვა და ისა რა ქვია, elchi მოვა და ფეხებს დაგითბილავთ, არ გიდათ? იდიოტები არის. ბიჭო რა არის, იცი, აი მე არ ვიცი რა. ეხა ჩვენმა მეფეებმა იცოდნენ რომ იდიოდნენ იმ ურდოში ცოცხალი არ დაბრუნდებოდეს. დემეტრე თავდადებულმა იცოდა რომ ცოცხალი ვერ დაბრუნდებოდა, ხო? და წავიდა და თავი გაწირა. მოსკოვში ჩადით ხალხო, აგერ აი პროვოკაციები მოუწყვეს იმ ფიცოს. პროვოკაციები არ ჩახვიდი, არ ჩახვიდი, მაინც მიდის. იმას ამერიკაში ჩავიდა სერბეთის პრეზიდენტი და ცუდად გახდა იქა. კაცმა არ იცის რა მოუვიდა. და რო ვერ ჩავიდეს ვუჩიჩი იქ, მაგრამ მაინც მიდის ვუჩიჩი მოსკოვში. მე მაინტერესებს მართლა ჩვენს აი ეგ იგივე არის, რა ქვია, სხვის ქორწილში მივიდეს, რა ქვია, ხალხი და ესე იგი პატარძალი და მეფე არ იყოს იქა. ჩვენი ქორწილი, ჩვენი სუფრა, ჩვენი მოგებული ომია, კაცო. შეიძლება სტალინგრადს უკვე იმას ვოლგოგრადს არქმევენ სტალინგრადს, აეროპორტს გადაარქვეს სახელი და უკვე პუტინს რო კითხეს იქა რომ თქვენო იქ აიო სტალინგრადი თქვენი მოთხოვნაც არისო ეგო მოსახლეობისო რომ კიო ქალაქ ჩვენო ამას მივიღო ჩათვალე გადაჭრილი პრობლემა სტალინგრადი დაერქმევა უკვე ვოლგოგრად. ესე იგი სტალინი კონდეს ქვეყანას და რუსებთან ვერ მონახო ენა. აი ხა გამაოგნებელია და 9 მაისს ხვდებით პირქვე დამხობილი სტალინით. აი აგერ გორში დამხობილი ფეხზე მაინც წამოვაყენოთ კაცო. ფეხზე. იმ მუზეუმთან მაინც მივიტანოთ. რომლის ზოგიერთი თანამშრომელი უკრაინის დროშას აფრიალებდა, მე ჩემი თვალით ვნახე. და ოკუპაციის მუზეუმი არის იქა. და წარმოგიდგენიათ 9 მაისს რამხელა პროვოკაცია მზადდება, ეს ნაძირლები, ესენი აქციას ატარებენ იქა. გესმით თქვენ?
არა რა გახდა ერთი ბუჭა ნაძილ ბიჭო იცი რა არის მაინც რუსეთის აგენტებს გეძახიან მაინც გაგინებენ მაინც გასანქცირებენ სადაც ვიწროა იქ გაწყდესო გადადგით ეს ნაბიჯი რა ბელორუსი იქნებოდა გადავლილი გადმოვლილი გაჭრეტილი რომ არ ყავდეს რუსეთი გვერდში ჩვენი უსაფრთხოება აი ხა ბევრი არის ხშირად მე მეუნებიან შევეხე აი ამ მიგრანტებს რომელიც ჩამოდიან ეს არის ბრიტანული პროექტი რომ საქართველოს გაშავება საქართველოს აი მოხდეს აი უცხოტომელები ამას ხოლმე აღუდგება ხელისუფლება თუ კი მას ეკნება ზურგი რუსეთი ყველა პრობლემის გადაჭრა გარეჯის თემა დემოგრაფია ეკონომიკური სოციალური ამ უცხოტომელების ბოდიალი აქა ყველაფერი რუსეთთან არის კავშირი ვერ იზამს ხელისუფლება ვერ გაუკლავდება ამას მარტო ამიტომ ვიკლავ თავს მე ეგ იგივე ეხლა მიხვიდი ადამიანს სიმსივნე კონდეს და ლუმინალი ისა რა ქვია კონდეს რაღაცა ფილტვების ართება ლუმინალი მიხვიდე ექიმთან რაღაცა კონდეს ძიმე რაღაცა ქრონიკული და არ არის ეს ლუმინალი არ შველის ამას ქირურგიული ჩარევა საჭირო და ქირურგიული საჩარევა ნიშნავს იმას რომ ვექტორი უნდა შევცვალოთ 1000-ჯერ მithქვია მანქანა რო იჩეხება კლდიდან რული უნდა გაასწორო ჩვენ მივდივართ და ვიჩეხებით იმ რული და ამ დროს თავისუფლად შეგვიძლია რულს თუ გავასწორებთ გადავრჩებით ყველაფერი კარგად იქნება რატო არ ვასწორებთ ამ რულს ბატონო ნიკოლოზ ეგ იყო რუსეთში განხორციელდა ეგა USAID-მა აზიურ ქვეყნებში დაფინანსებული იყო მოდი შემოდინება ქონდა მე მაშინ კარგად მოსკოვში ვიყავი და ისეთი აი ხო გეუბნებით ეხლაც მიმდინარეობს დეპორტაცია და 100,000-ობით დეპორტაციას უკეთებენ და მე იქ ექსპერტებმა ილაპარაკეს ეს შეგნებულად არის რატო მოხდეს ქალაქში აი დაუშვათ აი ქართულ ფენომენს ქართულ ცივილიზაციასა და აი ამ სოციუმს შორის ეხლა უყურეთ რა იმათთვის დაუშვათ ქალი ნანახი აქვს დაუშვათ აი ხელები და თვალები აქ რო ნახავენ ეხლა იქ მამატი და მკერ დამოყრილს ეხლა ბაია პატარაიებს და მამაძაღლებს რო ნახავენ ყველა შემთხვევაში აი მართლა გეუბნებით რა აი მონკალი რატო პატარაიას ნახავენ მაგას არ მიეკარებიან ნამდვილად მე ზოგადად არა მე ფემინისტებს არ მიეკარებიან ნამდვილად ეგეთი არა მე ისიც ვამდა იცით რომ ქართველი კაცის წამოკიდება და ეს მასიურში გადასვლა იმიტომ რომ ხო ყველა უყურებთ რა ხდება ევროპის ქალაქებში და ისეთი განვითარებული ქალაქებია რომ გაუპატიურებები არის კაცო საშინელი გაუპატიურებებია აი მართლა ველოდები და რატო ველოდები ცი ბიჭო ხმერთმა მე ნეტა არ მოხდეს ესაც მართული მიზანმიმართული გაკეთებულია მეთქი ამას გეუბნებით კონფლიქტის შექმნათ მithumetes შენს ტერიტორიაზე ემოციო ბიჭო ინსტიტუტები მუშაობენ ამაზე ესე კი არ არის მართლა კაცო შენ ამ დროს ხარ აბსოლუტურად უპატრონოდ მარტო ერთი იცი სადღეგრძელო ქართველო ხელი ხმალს იყარ არც ხმალი გაქვს, არც ხელი გაქვს და არაფერი აღარ გაქვს. მეტი შენ დარჩენილი არ გაქვს. რა ვიცი ახლა მე აი მარტო მე ხო არ უყურებ ამას, ყველა ვხედავ. თელი საზოგადოება ამას უყურებს კაცო. რა ხდება მეტროებში, ქალაქებში, რა ვიცი. რაღაცა ცუდი ფაქტის წინაშე არ დავდგეთ კაცო რომ აფხაზეთზე კი არა კაცო მეტად ჩვენ გადავშეთ აქამდე არ მივიდეთ კაცო. კიდევ ამბობ ბატონო ნიკოლოზ დავამთავრე აი გეხოტები. კიდე ერთხელ ვეუბნები საზოგადოებას. ჩვენზე დიდი სახელმწიფო 600 კილომეტრით აესე ჰაერზე რო გადახვიდე 600 კილომეტრია. ორშაბათს რო დაიწყეს, შაბათს დაამთავრეს. 7 დღეში სამა სახელმწიფომ გაიყო. მეოთხე არის ალ-ქაიდა, ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც აკრძალულია საქართველოში. იმას პატარა ტერიტორია მისცეს კიდე. ჩვენ 30 მილიონიანი ქვეყანა 7 დღეში დააკუცმაცეს. გეკითხებით ვინ არის ამ რეგიონში უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია? პასუხი აქ ვინ მეს ამაზე? ყველამ ხო ვიცით ვინც არის? ხო ყველამ ვიცით? ეგ ლიბერალი იქნება, არალიბერალი იქნება, კონსერვატორი იქნება, არაკონსერვატორი, ათეისტი იქნება, რო არ დაბადებულა დაჟე იმანან ციტის ყვერებში როზის ბოდიშვიხნი რა. არა, მარგარიტა სიმონიანმა რო თქვა იმ სალავიოთან რომ ახალი მეფე ირაკლებიო მუხლის ჩოქებით მოვლენო ვიღაცას ეწყინა და ეს დროც მოვა
აქ რო ბოდიში გაუპატიურებები წავა ქალბატონების, ქუჩაში რო ვერ გამოხვალთ, აი ამ მთელი ბოდიში და დასავლეთში ისეთი სიტუაცია გერმანიაში მაგალითად ამ მიგრანტების მიერ ძალიან გაიზარდა გაუპატიურებების რიცხვი. ასევე გაიზარდა ყაჩაღობა, ქურდობა. ბიჭო, 3 კაცი იყო იქ იმ რა ქვია გაბრიელ სალოსის ქუჩაზე და მთელი სპეცნაზი და მთელი ჯარი იყო გამოყვანილი. 3 კი არა, 25000 არალეგალია შემოსული უკვე აგერ ოფიციალურად ჩინაგასა 25000 კაცი ხალხო, 25. მე არ ვიცახი რა 25000 ტერორისტი არის მეთქი, მაგრამ იმ 25000-ში 1000 ტერორისტი რო იყოს, თელმა სამმა კაცმა მოახდინა პარალიზება მთელი ძალოვანი უწყებები. რას იზამენ ისინი? და ეს ხო ვიცით რომ დასავლეთის პროექტია. ეხლა ვინ იტყვის იმას რომ ხელისუფლებას უნდა რომ ეს მიგრანტები შემოიყვანოს? იტყვის ვინმე მაგას? უნდა ხელისუფლებას აუტკივარი თავისადკი, მაგრამ ზეწოლას ვერ უძლებენ. ერთადერთი ქვეყანა, ვისაც შეუძლია შენ რომ აი ამ აგარიდოს ამ განსაცდელს თავი, არის რუსეთი. მაგრამ ამ ექსპერტებს იქა რომ ფეხი ფეხზე რომ გადაიდებენ, მაგის თქმა ხო არ უნდათ. მერე რომ იქ ვილაპარაკონ ჰაეროვნად და იმათ რომ მერე ვიღაცამ რომ დააბრალო. სიტყვა რუსეთი ვინმეს პირიდან გაგიგონია თქვენ ამ ექსპერტებიდან? გაგიგიათ რუსეთი? ჩვენ ვერ გავიგე რა მისჯილები გვაქვს კაცო? მისჯილები გვაქვს? ბატონო ნიკოლოზ, დაიცა ჩვენ ტერიტორიიდან რო სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ამ აღრიცხულმა არალეგალებმა ტერაქტები რომ მოაწყონ, ამის გარანტიას ვინ იძლევა? და რა შეუნებით იმ სახელმწიფოს, იცით რა, მე აი ვერ ავღრეცხე. საიდან რას ქვია კაცო? ანუ საფრთხეს წარმოადგენ როგორც სახელმწიფოს? čo რა ვიცი ესე მარტივად ხდება ეს ეგაც რა გავგიჟდი რა რატო ხდება რომ გაგიჟებულია ფრანგი და თურქი ექიმები ამდენი სიმსივნიანი როგორ ხდებაო კაცო თქვენგანო მე ვერ გავიგე ეს ლუგარის ლაბორატორია აქ სებიჭკი საჭველად შემოვიყვანე ჩვენ აქ მე მაინტერესებს ეს ხო ჩვენი უსაფრთხოება უნდა დაეცვა რანაირად ხდება რომ ყველაზე რეგიონში ყველაზე მეტი სიმსივნი დავადებული ამ ქვეყანაში რას მიკეთებს ეს ლუგარის აი რისთვის შემოვიდა ეს ლუგარის ლაბორატორია მაინტერესებს რისთვის რომ რაღაცა ჩვენ ფაროსანა ვერ გაანადგურეს ამ უპატრონოებმა ამათმა გავაგდოთ ესენი ხვალდაზე მე არ ვიცი რომ დავითინოთ და ვეღარ გავიღვიძოთ ვინმე ამაზე იქნება ქალაქის შუა აეროპორტში შეიძლება ლაბორატორია იყოს კაცო ყველაზე გამოსაჩენ ადგილას არა რა დადებითი მოგვიტანა ამ ლუგარის ლაბორატორიამ ერთი დადებითი მითხარით რა მოგვიტანა სიმსივნით იხოცება მთელი მეყოველი მესამე სიმსივნით იხოცება ფაროსანამ დააქცია და გაანადგურა დასავლეთ საქართველოს. მაინტერესებს ერთი ამაზე ვინმე გაგცეს პასუხი კაცო. და მე ვერ გავიგე ერთადერთი ლუკაშენკო კიდე ერთხელ ვიმეორებ არის ჩემთვის ყველაზე პატივსაცემი, ყველაზე საყვარელი პრეზიდენტი. კაცმა იმიტომ შეინარჩუნა რაც არ უნდა მაგარი იყოს, ბაჭკა იყოს, მაგარი ტიპი იყოს, ვერაფერს ვერ იზამდა რუსეთის გარეშე. ბირთვული შეერაღება შეიტანა რუსეთმა ბელორუსიის ტერიტორიაზე. ყველანაირად ეხმარება. ჩვენ ესე იგი შეადარეთ ეხა ბელორუსის ეკონომიკა და შეადარეთ იმას მაზებს უშვებს, ავტობუსებს უშვებს, ტრაქტორებს უშვებს, ყველაფერი მძიმე მრეწველობა, ინდუსტრია აქვს და მიუხედავად ამისა ეს ქვეყანა მაინც არის დიდი დარტყმის ქვეშ და ჩვენ არაფერი კაცო 25000 შემოვიდეს. მე რა მოხდა რატო უნდა წავიდე 9 ვით ჩემი ფეხები არის წავიდე თქვენი არა მე უნდა ჩავიდე ბრიუსელში ყავა დავლიო იქა ვიშოპინგო იქ მე ჩამოუჯდე იქ იმას კელი დეგნას და ველაპარა ეს არის მთავარი თორე მე თავშიც ყო არ უყლია იმ აფხაზეთს და იმას ცხინვალს რაში მაინტერესებს რა ბატონო ნიკოლოზ მე მაინც ერთი კაცის იმედი მაქვს ამ ქვეყანაში მე მაინც გონი რომ ის კაცი ამაზე ფიქრობს ძალიან ჯერა მე მაგისი რომ რაღაცა შეცვლეს აუცილებლად შეცვლეს იმიტომ რომ ესე დიდხანს ვეღარ გაგრძელდება ესე დიდხანს ვერც ვერავინ ვეღარ აგვიტანს იმიტომ ყველას აქ ამოვიდეთ ბოლო რა გახდა სოროსის გაძევება ამ ტერიტორიიდან ბოლო რა გახდა ამიტომ მე მაინც გონი რომ ის ადამიანი ამაზე ფიქრობს და ამაზე ალბათ იმიტომ რომ ის ცოტა დიდი მოთამაშეა და წინ ხედავს ყველაფერს რა მე ესე მგონია ესეც არის ალბათ და ესეც იქნება რაღაცა ცვლილებებს ველოდები რა ამიტომ ყოველ შემთხვევაში
ის რომ რაღაცა აფხაზეთის და იქ მე მაგი აი პიტები რომ შეიძლება და სხვათა შორის ეხლა მეუბნები მაყურებელს ვისაც არ გესიამოვნათ არ მეთახებით შეგიძლია თავისუფლად მითხრათ ეს კაცო გიჟია და გაატარეთ всё მორჩე მე არ ამწყებ მაგაზე აწრილი ვარ კაცო მაინც ესე მეძახიან და რა ვიცი მე რატომღაც ეს შემებურად ხდება ყველაფერი ამიტომ ნახოთ მე იმედი მაქვს კი გითხრა არა მაქვს ამათი ერთი ადამიანის იმედი მაქვს მე ადამიანმა რაღაცა უნდა შეცვალოს. ბატონო ნიკო სხვანაირად არ გამოვა. ჩვენც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ფაქტობრივად მოაგებინა არჩევნები ქართულ ოცნებას, როდესაც თქვა რომ ჩვენ კონსტიტუციაში უნდა შევიტანოთ ცვლილებები აი ამ ტერიტორიულ მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით. ჩვენც ამის იმედით ვიყავით და ვართ რომ შევა ცვლილებები კონსტიტუციაში, ჩვენ ბევრი რამე უნდა დავთმოთ და მე ვერ გავიგე ბიძინა ივანიშვილი იძახის ერთს და ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილს უპირისპირდებიან და რატო ხდება ეს? ანუ მეც თქვენთან ეგ აზრი მეც მაწუხებს უკვე ძალიან. თანაც უკვე აშკარა და გამომწვევად. გეკითხებით, რაში ჭირდება კომისიის ერთ-ერთ წევრს რუსოფობიული განცხადებები, საშუაშია შენ ხო სააკაშვილის რეჟიმს იხილავ. რაში გჭირდება ეს ფაშისტური რუსოფობიული განცხადებები? ვის გინდა ატკინო? ვინ გინდა რომ გააბრაზო? ვისი გული გინდა მოიგო? უფრო ასიამოვნო კი. ხო. აბა მაშინ გაიშვით იმ ხალხს, ისინი რომ ფაშისტები არიან და ლიბერალები არიან, იმაზე აღარ მაქვს კაცო გართულება, ისინი ბატონო ნიკოლ, აი სული პასუხისმგებლობით გეუბნებით. საქართველოში ფიზიკურად არ არსებობს ძალა, რომ ამათმა ნაბიჯი გადადგა და თმის ღერი ჩამოუვარდეს ამ ქვეყანას. ან თუნდაც ხელისუფლებას. ფიზიკურად არ არსებობს ეგ ძალა. გინდა ამერიკის საელჩოა იგი და გინდა ევროპის რაღაცა მამაძაღლობები. არ არსებობს. აი რატო აკეთებენ ამას? არ ვიცი. მომკალი და ვერ გავიგე რა. ხო არ ვეუბნები რაღაცა. პროსტო ერთი სათხოვარი მაქვს. კოსოვო არ გამითამაშოთ კოსოვო 2. ამის გარანტიას ვინც არ უნდა გამოვიდეს, ბიძინა ივანიშვილიც რომ გამოვიდეს, ამის გარანტიას ვერ მოგცემთ. მე იქნება გვიან. ერთ მაგალითს გეტყვით. ჯანელიძე რო იყო საგარეო მინისტრი, ეხლა რუსთაველდო რო დარბის. ბიჭო, გახსოვს აი სირიის რაღაცა პრობლემა იყო და ამერიკელებმა ტრამპმა სხვათა შორის დაბომბა და ის რა ქვია და მე ვარ მოწმე რომ ვეუბნებ გუთხრეს რა რომ არა კაცო რა კომენტარი უნდა გაკეთო რა შენი საქმეა ხა იქ ტრამპმა დაბომბა იმ რაღაცა და გამოვიდა და გააკრიტიკა ბაშარ ასადი. აი გეუბნები რა 40 წუთში ძალით აღიარებინა სირიას, აფხაზეთი და სამაჩაბლო. გაეროს წევ ქვეყანას. ეხლა და პასუხისმგებლობა რა იყო გადადგა. ბიჭო, რო გადადგა, ამით პრობლემა მოიხსნა საქართველოს. შენი გადადგომა მოხსნა ეს პრობლემა. სასულთაშვილოდ ხო დამიტოვე კაცო ეს პრობლემა. ეხლა გეკითხებით, ეს იყო თუ არა გუნდის წინააღმდეგ გაკეთებული ნაბიჯი? მაგალითები რამდენი წინ ემდეს გეტყვი რა. ჯო ვინ კითხავს შენ იქ რუსეთმა და ამერიკელებმა რაღაცა 100 მილიარდი ჩამოწერეს ერთმა, ბიჭო, არიცი, გარტყმაში არ ახარ, მოგივიდა ამერიკის საელჩოდან დირექტივა, გამოკანდიდა ბეთქე. დააზიანეს ქვეყანა. და ეს სირია, კაი, ეხლა ხო მოვიდა დემოკრატიული, ტერორისტული ეს ხელისუფლება. გაიწვიოს დამოუკიდებლობა. რატო არ იწვევენ? რა ვიცი, გუშინ წინ რუსებმა ისრაელს ბომბები ჩამოუყარა ტარტურიდან. აბა იცის ხალხმა ეგა? ანუ რა ხდება? თანამშრომლობა დაიწყეს? ჯო, საერთოდ გარტყმაში არიან ვიღაცა ჯანელიძის და ერი კაცი ყავთ კიდე ამათ ჩანერგილი იგივე საგარეოში და სხვა უწყებებში აგერ გედედეს უფროსის ერთ-ერთი ის იყო თანაშემწე, ეხლა როასულია ამერიკა. რამდენი ეგეთი შაიშველაშვილი ეყოლებათ ამათ გედედეში და სუში და რამდენი პროკურატურაში კაცმა არ იცის კიდევ რა. უნდა გაიწვინდოს ეს სისტემა, განათლების სამინისტრო 1000 კაცს ყავს, ესე იგი გაწელე გამოწერე 1000 დივერსანტი არის. თუ რადიკალური ზომები არ იქნება მიღებული, საქართველოს არის დაღუპვისკენ განწერული, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ისეთ საშიშ ფაზაში უკვე რომ აქ არის გადამჭრელი ზომები.
საჭირო რა. ესეთი რაღაცა ენდის მოჩლეკით ლაპარაკს არაფერი არ ეშველება. უნდა იყოს რადიკალური. აგერ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილხამ ალიევმა გაწმინდა მთელი ოპოზიცია. ბელორუსის პრეზიდენტმა გაწმინდა მთელი ოპოზიცია. გააკეთა იგივე პუტინმა, გააკეთა იგივე მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლებს. ჩვენ რატო ველოლიავებით ამ მოღალატეებს მაინტერესებს. გადართავ ახლა პირველ არხზე, აჭარის არხზე დღე და ღამე ნაცები ზიან. დღე და ღამე სადმე რაღაცა თუ გაჩუნდება და რაღაცა ყველგან ეს კამერები არის მაგ საზოგადოებრივმა რისთვის უხდით ამ ფულს ამ საზოგადოებრივ მაუწყებელს მაინტერესებს რისთვის რომ ნაცები ვაპიაროთ კაცო იმ კომისიასაც არ აშუქებენ პირდაპირ ეთერში მაინც გავუშვა პირველ არხზე რაღაცა პარლამენტის უგვანო არხზე რო გადის რა მე მაინტერესებს მინდა ხელისუფლებას მინდა მივმართო ჩვენ უნდა ავირჩიოთ ის გეზი, რომელიც საქართველოს გადაარჩეს. ეს გზა ჩვენ ტაძრამდე არ მიგვიყვანს. ეს გზა ჩვენ მიგვიყვანს დაქცევამდე და განადგურებამდე, იმიტომ რომ თუ ჩვენ რუსეთთან სამხედრო სტრატეგიული თანამშრომლობას არ გავაფორმებთ, თუ რუსეთთან ჩვენ არ აღვადგენთ დიპლომატიურ ურთიერთობას, საქართველო არის განწირული საერთო დაქუცმაცებისთვის. რანონ ნიკოლოზ ორად ორ კითხვაზე გამცეს ნებისმიერმა ქართველმა პასუხი. რეგიონში უსაფრთხოების გარანტია ვინ არის? რეგიონში უსაფრთხოების გარანტია ვინ არის მეთქი მკითხულობ? აი მაგჭიქაზე ვინც არის გამოსახული, მაგრამ ზოგიერთი ექსპერტი გამოვა და ჩინეთიო იტყვის. არა, მაგას აღარ ამბობენ. პასუხი, ამის პასუხი ბატონო ნიკოლოზ, ყველა მიცის. ნების დაჟე გაქანებულმა რუსოფობმაც კი იცის. აი, ყველაზე ამაზრდელმა რუსოფობმაც კი იცის ამაზე პასუხი. მაშინ რას ეთამაშებით ვკითხულობ ხალხო? ვინ მოგცათ უფლება თქვენ რო არ დაბადებულა იმ თაობის ბედზე თამაშობთ, კაცო? 80 წლით ახარ ქირით მოსული ამ ქვეყანაში და მიდიხარ, კაცო. ეს ქვეყანა მარადიულია, კაცო, ამან უნდა გააგზავნოს ცხოვრება. აბა გეკითხები, რას რისკავ, რას მიგდებს სასწორზე, კაცო? ვიღაცა ლობჯარია არ გაგაკრიტიკოს, გადავეკიდე ხა ლობჯარიას, კაცო. ამერიკის ერთი არ გაგაკრიტიკებს. არც ევროკავშირი არ გაგაკრიტიკებს. იმიტომ რომ მაგათ თავისი გაჭირვებიათ უკვე, კაცო. დღეს ხვალ ეგენ რაღაც დაიშლებიან, კაცო, მაგათ დაფთერებული კონცერტია ეგა. ყველა ომისთვის ემზადება იქ, კაცო. შენ რას აგდებ რისკზე ამას მკითხულობ ვის ბედზე ბიჭო შენი თაობა გავიგე ბიჭო რო არ დაბადებულა თუ ჩვენი თავდება კაცო ეს ქვეყანა ესე რო ეფიქროთ ის 100,000 საკათი თავს კი არ მოიკლავდა თუ ვიღაცას გონია იმ 100,000-ი უკან დედები არ იდგნენ კაცო გასაგები ბატონო პადა დიდი მადლობა ჩვენ ახლა ბევრი გვაქვს კიდე დარჩენილი სალაპარაკო და ძალიან ბევრი კიდე ვილაპარაკებდით უბრალოდ დროში ვარ შეზღუდულები მე მინდა რომ მადლობა გადაგიხადოთ თქვენ ბევრ ამას აკეთებთ რუსულ-ქართული ურთიერთობის აღდგენისათვის ბევრმა იცის მაგრამ შეიძლება ბევრმა არ იცოდეს ბატონი პაატას ორი შვილი იბძვის იქ იმ ტერიტორიაზე და ესეც არის გარკვეულწილად ნამუსვის მოწმენდა ჩვენთვის, იმიტომ რომ ესენი წარმოაჩენენ ისო ქართველები არიან რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ იქაც არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენთვის არიან გარკვეული სიტყვის შემწევები, რო იტყვის ვიღაც აი ქართველები არ იბრძოდნენ იგი მის რუსების წინააღმდეგ, იქ ვიტყვით ჩვენ რომ არა, აი სხვა ქართველებიც იბრძოდნენ და სწორ პოზიციაზე იდგნენ. ეხლა მაინტერესებს კუსკში რომ მამულაშვილმა დააწერა თქვი კიდევაც იქ და დროშები რო ააფრიალა და ჩვენო ბრძოლა ვისწავლეთო მაინტერესებს ეს სად არიან ეხლა იმ კურსკში არიან კიდე და მაინტერესებს ეხლა აი იქ რომ მივიდნენ ეს პროვოკაციული ქმედებით მაგით აფხაზეთი დაგვიბრუნეს რო იძახდნენ ჩვენო კურსკის გავლითო ცოხულში შევალთო სად შევიდნენ ერთი მაინტერესებს კურსკის გავლით აი ამ საგიჟეთში ვცხოვრობ. დიდი მადლობა პაატა, კარგად ბრძანდებოდეთ, აბა თქვენიც გაიხარით, ბატონი პაატა ბულაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი და ერთი რამე მინდა თქვა ზიფასო მეგობრებო რა. იცით, ყველასთვის მოსაწონი ჩვენი განცხადებები არ იქნება. ზოგს შეიძლება სხვანაირად ფიქრობ, მაგრამ იცი რით ვერ დაიღალა ზოგიერთები.
აი ამ რაღაცა იმ ჭხირკედელაობას ეხა ვადევნებ თვალყურს ამ სოციალურ რაღაცა ის არ მოსწონს ბიჭო იცი რა მიკვირს ვიღაცა სექტანტებთან ნახულობს ზოგიერთი ენას და ლაპარაკობს და რა გახდა ბოლო რა უბედურება ეს ჭხირკედელაობები და რაღაცა თუ ადამიანებს გვინდა ქვეყნის გადარჩენა ყველა უნდა გავერთიანდეთ და ყველა რაღაცა ზოგს შეიძლება ის არ მოსწონს ეს არ მოსწონს მაგრამ აი ეს რა უბედურება ეს თქვენ გონიათ ამ ნაცებს ერთმანეთი უყვართ ეს ზიზღებათ ერთმანეთი მაგრამ საერთო მათთვის ბრძოლაში ერთიანდებიან ჩვენც ხო შეიძლება რაღაცა ხო უნდა მივხვდე რომ რაღაცამ გაგაერთიანო სამშობლომ ასეთი ქვეყნის ყოფნა არ ყოფნის საკითხი წდება კიდე ჭმა კიდე აი ეს რაღაცა კინკლაობა კი აი ეს აუტანელი აღარ მინდა ხა ფრჩხილების გახსნა და არ მინდა რაღაცების გამწობა მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი რა ძალიან კრიტიკული სიტუაციაა და მე მინდა ხელისუფლებას მოუწოდო რა რომ ჩვენ რასაც ვიძახდით 10, 11, 12, 13 წლის წინ ყველაფერი ამარცხდა. ამერიკას ვაკრიტიკებდით, ეხა თქვენ აკრიტიკებთ. მოღალატეები არის მეთქი ოცნებაში, დღეს თვითონ თქვენ ამბობთ ამაზე მოღალატეები არისო. ვამბობდით, რომ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები ასაჭირო, დღეს თქვენ აღადგენ. და დღესაც გეუბნებით, რომ დაიწყეთ დროზე აღდგენა ურთიერთობის რუსეთთან, თორე ხვალ გვიან იქნება. ხვალ შეიძლება დაიწყოთ ლაპარაკი, მაგრამ მატარებელი უკვე გასული იქნება ბაქნიდან. გასული იქნება და ვეღარ შეახტებით იმ მატარებელს. ამიტომ დროზე არის მოქმედებები და ჩვენი გადაცემის სათაურიც ეს იყო ნახეთ ალბათ ხვალ შეიძლება იყოს გვიან. კლიპების გადაღებით ის კლიპი რო გადაიღო სააკაშვილი, აბა არ მოდი ხარ სოხუმში სეფაშვილი ვაგონიდან რო იძახის და იქ რო ვიღაცა მიდის და ერთი ბილეთი სოხუმამდე, ვიღაცას ეგონა კლიპებით დაბრუნდებოდით აფხაზეთში. ვიღაცას გონია სტადიონზე გინებით დაბრუნდება სოხუმში. ერთი დიდი ფსიქიატრიულ კლინიკად იქცა ეს საქართველო და სამწუხაროდ ძალიან ბევრი დაავადდა აი ამ იმითი პროპაგანდით და არ ვიცი უკვე ამ ქვეყანას ერთი ავლი ბზურაბაშვილიც აღარ უშველის მეგობრებო. კარგად ბრძანდებოდეთ, შევხვდებით ხვალ ერთმანეთს საღამოს 9 საათზე, კარგად ბრძანდებოდეთ.